დილამშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 13 იანვარია, ზუსტად 9-ის ნახევარი და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობა. სტუდიაში დღეს ვიმუშავებთ მე ანა შამალაძე და დემეტრე ზოიძე. დღეს ხათშორის ძველად ახალ წელს ხვდებიან საქართველოში ქართველები, ასე რომ მნიშვნელოვანია რომ დღემ რაღაცა განწყობით და ხალისერნაც ჩაიაროს და გადაცემასაც სწორედ ასეც ხდება. ამ განწყობას რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ უფრო ავამაღლებთ. მოგესალმები ანა, მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს. მომდევნო 2 საათი ჩვენ ერთად უნდა გაატაროთ, რადგან მოვამზადეთ საინტერესო და კარგი თემები თქვენთვის. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება. ასევე 2026 წელი ახალი წელი, ახალი რუბრიკების დროა ჩვენს ეთერში, ამიტომ არსად არ გადაართოთ, ნახოთ ანონსი და მალე დავბრუნდებით. 13 იანვრის დილის ტალღაში ნახავთ რუბრიკას დღის პროდუქტი, სადაც ანანასზე ვისაუბრებთ მის სასარგებლო თვისებებზე, კვებით ღირებულებასა და სწორად გამოყენების გზებზე. რუბრიკაში ციფრული ტალღა გაგაცნობთ კვირის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციებს და ციფრულ ტრენდებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის. ბევერლი ჰილსზე ოქროს გლობუსის დაჯილდოების 2026 წლის ცერემონიალი გაიმართა, რომლის წამყვანი კომიკოსი ნიკი გლეიზერი გახდა. დეტალები დაჯილდოებიდან რუბრიკაში ვებსიახლეები. გაგიზიარებთ კონსერვირებული ლობიოს სალათის რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი. დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 13 იანვრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. რუბრიკა დროის მანქანა სამეგრელოში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში გაემგზავრა, სადაც სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის უძველესი ეკლესია მდებარეობს. მე-5-მე-6 საუკუნით დათარიღებული ტაძარი საუკუნეების ისტორიას და უნიკალურ არქიტექტურას ინახავს. სპეციალურად დილის ტალღის მაყურებლისთვის საახალწლო დესერტს მოვამზადებთ და სასიამოვნო მუსიკალურ ნომერსაც შემოგთავაზებთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ბუ ადამიანის მეგობრად იქცა. გაგაცნობთ გოგონას, რომელმაც ბუ მოიშინაურა და მოგიყვებით, როგორ დაიწყო მათი განსაკუთრებული მეგობრობის ისტორია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორჯომს ეწვია, სადაც ახალი წელი ფერებით იწყება. ხორჯომელი ქალები ზამთრის გრძელ დღეებს ქსოვითა და ქარგვით ხვდებიან. კიდევ რა საახალწლო ტრადიციები აქვთ ხულოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. მალე ძველით ახალი წელი დადგება. სტუდიაში მუსიკოსებთან ერთად დავბრუნდებით, რომლებიც სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის ახალ მუსიკალურ კლიპს წარადგენენ. მანამდე კი გავიგებთ, როგორ ხვდებიან ისინი ძველით ახალ წელს. შეგვიძლია რომ მიირთვა. კი, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ძველით ახალ წელს ვსაუბრობთ. ძველით ახალ წელს ვსაუბრობდით, რომ თქვენ დიეტაზე ვარო და დასისულელი, არა დიეტაზე დამბილდა, მიყვარს გემრიელი ჭამაც და ძალიან, მაგრამ ბევრი ალკოჰოლი რა თქმა უნდა აზიანებს, ბევრი ალკოჰოლი რა თქმა უნდა აზიანებს ორგანიზმს, ამიტომ არ დავლიოთ და ხვალ ეთერში ვარ დილით. ეხლა კი გავაგზავნოთ გადაცემა და ნახოთ ამით. ბათუმში წვიმს დღეს და +8 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ქობულეთში +8 გრადუსია, ქედაშიც 8, შუახევში 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხულოში 1 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და გოდერძის უღელტეხილზე -2 გრადუსამდე დაეცემა ჰაერი. ოზურგეთში 9 გრადუსი სითბო არის ნავარაუდები, ურეკში 10, ლანჩხუთში 8 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ჩოხატაურში 7 და ბახმაროში -2 გრადუსი დაფიქსირებული. ფოთი +10, ანაკლიაში 9 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, სოხუმში 7 და ზუგდიდშიც +7 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში 8 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო საირმეში +4 გრადუსია ნავარაუდები. ესტია +1, ბორჯომში 4 გრადუსი სითბოა, დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ბაკურიანში +1 და აბასთუმანში +2 გრადუსი იქნება. ახალციხე 2 გრადუსი, გორში +4 გრადუსი, ცხინვალში 3 და თელავში 9 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს თბილისში +8 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და
წვიმა გვაქვს დღეს სრულიად საქართველოში ნალექის სახით, უფრო დეტალურად და ვრცლად ბუნებრივია ჩვენი კოლეგა კუბო ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით გვამცნობს ამინდის პროგნოზს. ჩვენ კი საინტერესო რუბრიკით უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეთერშია დღის პროდუქტის დრო მოვიდა. საინტერესო პროდუქტზე შევჯერდი ამჯერად და ვფიქრობ უმეტესობა ჩვენს მაყურებელს სახლში აუცილებლად ექნება ის გემრიელი ხილი. ნახოთ დღის პროდუქტი. დღეს ვისაუბრებთ მცენარეზე, რომლის ფოთლებსაც ტროპიკულ რეგიონებში ხშირად სახლების გადახურვისთვის იყენებენ. ეს გახლავთ ანანასი. ანანასის სასარგებლო თვისებებით მდიდარი პროდუქტია. ის შეიცავს A, B, C, E და P ჯგუფის ვიტამინებს, ასევე მინერალებს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას და ფოსფორს. ანანასი გულსიცახვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს, ის არტერიულ წნევას ამცირებს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას. ანანასი აუმჯობესებს ღვიძლის, თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. სასარგებლოა ბრონქიტის, ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს. გეტყვით, რომ ანანასი დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გრამი ანანასი მხოლოდ 59 კალორიას შეიცავს, რაც წონის კლების დროს იდეალური პროდუქტია. ის კოსმეტიკაშიც გამოიყენება, როგორც კანის აქერცვლის საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი საშუალება. ანანასი ბუნებრივი პილინგის ფუნქციასაც ასრულებს. აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს და კანს ხდის უფრო გლუვსა და ნათელს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ანანასის მიღება არ არის რეკომენდებული კუჭის, წყლულის, გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ალერგიული რეაქციის დროს. შერჩევისას გაითვალისწინეთ, ანანასი უნდა იყოს მყარი, მძიმე, მუქი ლაქების გარეშე, ფოთლები კი ხასხასა და არა დამჭკნარი. თუ ფოთოლი მარტივად მოძრა, ის ნიშნავს, რომ ანანასი მწიფეა. ანანასის სახალწლო სუფრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია, თუმცა აუცილებელია მისი სწორად შენახვა. თუ ანანასი არის მთელი, გაუჭრელი და დაუზიანებელი, იგი შეიძლება იდოს სუფრაზე 5-7 დღე უპრობლემოდ. უბრალოდ გაითვალისწინეთ სამი პირობა. ოთახი უნდა იყოს გრილი, არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივები და არ უნდა გქონდეს რბილი ლაქები ანანას, რომ იყოს ჯანსაღი, ნატურალური და ეს თვისებებიც შეინარჩუნოს. ასეთი იყო დღევანდელი დღის პროდუქტი. ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგზავნოთ ანა გადაცემა. კი ბატონო, დღეიდან ახალი რუბრიკა გვაქვს ჩვენს ეთერში, რომელსაც ქვია ციფრული ტალღა, მოგეხსენებათ სამყარო ნელ-ნელა გადადის ციფრულ ტენდენციებზე, ასე რომ აუცილებლად უნდა აუღოთ ალღო და გავაცნოთ ყველა იმ სიახლეს, რაც ციფრულ სამყაროს ეხება და სწორედ ამ საინტერესო თემით შემოგვერდება ახლა ჩვენი კოლეგა ანი გოგიტიძე, ახალი განმეორდები, ახალი რუბრიკით ციფრული ტალღა ანი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა, მოგვიყევი რა ტალღაზე ხარ დღეს? დილამშვიდობისა, დემი ანა, მივესალმებით დიდის ტალღის მაყურებელს და ახლა ყველანი ერთად დიდის ტალღიდან ციფრულ ტალღაზე უნდა გადაგიყვანოთ და გავიცნოთ რა ხდება მსოფლიოში, რა ტექნოლოგიური სიახლეებია და შეგვიძლია რომ გადავიდეთ რეალურად. გავართ ამ ცვლილებების წინაშე და მსოფლიო მასშტაბით აქტიური განხილვა და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ილონ მასკის კომპანია XAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს Grok-ი. მთავარი მიზეზი კი არის სექსუალური შინაარსის მქონე არასათანადო და ყალბი ილუსტრაციების ფართოდ გავრცელება რეალურ ადამიანებზე, მათ შორის არასრულ წონებზე, მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს ფოტოების რედაქტირებასა და მათზე გამოსახული ადამიანების გაშიშვლებას თხოვდნენ. ამბავი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა სხვადასხვა ქვეყანაში. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ ამ ინციდენტით შესაძლოა ადამიანების პირადი ცხოვრების უფლებისა და ონლაინ უსაფრთხოების საერთაშორისო წესები დაირღვეს. ზოგიერთი თანამდებობის პირი მსგავს პლატფორმებზე დამატებით რეგულაციებს მოითხოვს. სხვა ქვეყნები, მაგალითად საფრანგეთი და გერმანია, აცხადებენ, რომ ეს საკითხი შეიძლება უბრალოდ ტექნოლოგიური შეცდომა არ იყოს, არამედ პრობლემა ადამიანის უფლებების კონფიდენციალურობისა და ასევე კრიმინალური სამართლის დარღვევაშიც გადაიზარდოს. ინდონეზიამ კი Grok-ზე სრული წვდომა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდა, თუმცა დროებით ამის საბაბად კი ის დაასახელა, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა AI-ის საშუალებით არალეგალური და არასათანადო სურათების შექმნა, მათ შორის ბავშვებისა და ქალების გამოსახულებების გამოყენებით. ეს შეზღუდვა კი პირველ რიგში
ბავშვებს, ქალებსა და საჯარო პირებს დაიცავს. XAI-სა და X-ის გადაწყვეტილებით გროკზე სურათების გენერირებისა და მარტივ რედაქტირების ფუნქცია ახლა მხოლოდ ფასიანი ვერსიის გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ამ შემთხვევაში მოხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაცია პლატფორმისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება და წესების დარღვევის შემთხვევაში გამარტივდება კანონდარღვევის ვინაობის დადგენა. ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ ის ვინც გროკის გამოყენებით არალეგალურ კონტენტს შექმნის, იმავე პასუხისმგებლობის წინაშე დადგება, რაც მომხმარებელს უკანონო მას არის ატვირთვის შემთხვევაში ეკისრება. თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან თავად ფუნქციის შესაძლო ბოროტად გამოყენება თანაც ტელეფონსა ან აპლიკაციაზე თავისუფლად მუშაობა საშიშროებას წარმოადგენს. გადავინაცვლოთ შემდეგ სიახლეზე. ამ კვირაში ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ OpenAI მთავარ პლატფორმაში სრულიად ახალი სერვისი ChatGPT Health-ი დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებზე პასუხი უფრო დეტალურად და მათი მდგომარეობის ზუსტი გათვალისწინებით მიიღონ. რა თქმა უნდა, სამედიცინო მონაცემებზე დაყრდნობით. ChatGPT Health არის სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ChatGPT-ის ინტერფეისში, სადაც შეგვიძლია სამედიცინო ჩანაწერები და ფიტნეს თუ სხვა აპლიკაციების მონაცემები შევიყვანოთ და ამის საფუძველზე ხელოვნურმა ინტელექტმა შედეგები შეიმუშაოს, დაგვეხმაროს ექიპთან შეხვედრისთვის მომზადებაში, ან ზოგადად ინფორმაციული რჩევებით შემოიფარგლოს. OpenAI აცხადებს, რომ ChatGPT-ის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებით ყოველ კვირას 100 მილიონი ადამიანი მიმართავს, ამიტომ ახალ ფუნქციას ამ მოთხოვნის მოსაგვარებლადაც იყენებს. თუმცა მათი მიზანი სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა და არა ჩანაცვლება. OpenAI ამ პლატფორმაზე მთელი მსოფლიოდან 260-ზე მეტ სამედიცინო მუშაკს აერთიანებს, რათა პასუხები უფრო სწორი და უსაფრთხო იყოს. ChatGPT Health-ის სივრცეში გაზიარებული მონაცემები ძირითადი ChatGPT-ის მოდელის სწავლებისთვის არ გამოიყენება, ის ანონიმურია და სპეციალური დაშიფრულიც. თუმცა ექსპერტების ნაწილი გვაფრთხილებს, რომ სენსიტიური მონაცემების გამჟღავნება მაინც ქმნის კონფიდენციალურობის პრობლემებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ფუნქცია დიაგნოზის დასადგენად არ გამოიყენება. მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ გამოფენაზე სამოხმარებლო ელექტრონიკის შოუ CES 2026-ზე მთავარი ყურადღება ხელოვნურმა ინტელექტმა კიდევ ერთხელ მიიპყრო. ლას-ვეგასში შეკრებილმა წამყვანმა კომპანიებმა და სტარტაპებმა წარმოადგინეს ინოვაციები, რომლებიც ცხადყოფს, რომ AI უკვე აღარ არის მომავლის კონცეფცია, ის თანამედროვე ტექნოლოგიების განუყოფელ ნაწილად იქცა. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები აჩვენებს, როგორ ერთვება ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭკვიანი სახლების მართვიდან დაწყებული ავტომობილების, სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ციფრული სერვისების განვითარებით დასრულებული. კომპანიების თქმით, AI-ზე დაფუძნებული სისტემების საშუალებას იძლევა ტექნოლოგიები უფრო სწრაფად, ზუსტად და მომხმარებელზე მორგებულად მუშაობდეს. CES 2026-ის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, ის თავად განსაზღვრავს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებას. ინოვაციები ორიენტირებულია არა მხოლოდ ეფექტურობაზე, არამედ უსაფრთხოებასა და პერსონალიზაციაზეც, რაც მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელოვნად ცვლის. გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უახლოეს წლებში ტექნოლოგიური პროგრესი სწორედ AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით განისაზღვრება. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებას და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ახლა გადავდივართ კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეზე, რომელსაც უკვე დღეს შეუძლია ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამჯერად ტექნოლოგია სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს და მას ჩვენს ხელზე კონტროლის აღებაც შეუძლია. ამერიკის უზარმაზარ ტექნოლოგიურ გამოფენაზე, რომელიც მანამდე ვახსენეთ, CES 2026-ზე სპეციალისტებმა წარმოადგინეს უნიკალური ჭკვიანი სათვალე, რომელიც უსინათლოებისთვის ერთგვარი გამცილებლის ფუნქციას ასრულებს. ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც წარმოგვიდგენს სტარტაპი Dot Lumen, უნიკალური სისტემით მუშაობს. სათვალე ჰეპტიკურად, ანუ კანზე ვიბრაციების ან სხვა სიგნალების შეხებით მუშაობს. უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ იგივე დახმარება, რაც მეგზური ძაღლისგან აქვთ. ის აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და ავტონომიური მართვის სისტემებით. ამ ინოვაციას აქვს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ღირებულება, არამედ სოციალური დატვირთვაც გააჩნია. ეს კი დასტურია იმისა, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ გართობისთვის ან კომუნიკაციისთვის შექმნათ, ან გამოვიყენოთ, არამედ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლადაც. ნახოთ, რა შეუძლია ამ სათვალეს.
we built a self-driving car, but not one which drives on the მას road. უსინათლოთა სათვალეს ვეძახით და ის გამცილებელი მეგზური ძაღლი ჩამონაცვლებელია. თუ მეგზური ძაღლი წინაღობებისგან ასარიდებად საბელის გაწევით გეხმარებათ, ჩვენი სათვალეები თავზე მუშაობს. თქვენს თავზე ჰეპტიკების, შეხების, შეგრძნებების დახმარებით მოქმედებს. ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რომელია უსაფრთხო ზედაპირი. ჩვენ ირგვლივ ობიექტები აღვიქვათ. გავიგოთ, როგორ შევიდეთ მათთან ინტერაქციაში. შენობაში ვიმყოფებით თუ გარე სივრცეში. ამ ყველაფერს კი ერთი მოწყობილობით ვახერხებთ, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი არ სჭირდება. როცა პირველად დავინახე, როგორ იყენებდა უსინათლო ადამიანი ჩვენ სათვალეს, აკეთებდა იმას, რასაც აქამდე ვერ ახერხებდა, ეს საოცარი შეგრძნება იყო. I was born blind. უსინათლო დავიბადე. დახმარების გარეშე ახალ ადგილზე წასვლა რთულია. ტექნოლოგიები დამეხმარა, მაგრამ ბოლომდე ვერ. ამიტომ ყველაზე ხშირად თეთრ ჯოხს ვიყენებდი. დღევანდელ დღემდე. CES 2026-ზე ჭკვიანი ფრჩხილები iPhone-ში წარადგინეს. ლას-ვეგასში მიმდინარე ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ გამოფენაზე კიდევ ერთი სტარტაპი, ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია iPhone-ში წარსდგა ინოვაციური პროდუქტით, რომელიც ძალიან მომხიბვლელია და ადგილს პირდაპირ ტექნოლოგიურ ბიუთი ტრენდებში იკავებს. iPhone-ში უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლენს ლიტელი იხსენებს, რომ ამ ტიპის ტექნოლოგია კომფორტითა და სინქრონიზაციით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავისი სტილის უყოფილად აქციონ. ნახოთ, როგორია ჭკვიანი ფერების შესვლის უნარიანი სმარტ ფრჩხილები და დაგიბრუნდებით. You now have control of your color. Instead of using one color. ახლა თამამად შეგიძლიათ ფერების გაკონტროლება. იმის მაგურად, რომ მხოლოდ ერთი გამოიყენოთ, ახლა ნებისმიერ დროსა და ადგილას 400 ფერით სარგებლობა შეგიძლიათ. გაიღვიძეთ და გადაწყვიტეთ, რომ სამსახურში კრემის ფერის სამოსი წახვიდეთ, შეგიძლიათ ფრჩხილები კრემის ფერზე გადაიყვანოთ. ღამით კი თუ შეხვედრაზე მიდიხარ და წითელი კაბიჩაცმა გადაწყვიტე, ფრჩხილების წითელი ფერით შეცვლაც არ წარმოადგენს პრობლემას. ამის გაკეთება 1000-ჯერ შეგიძლიათ. ამისთვის კი ფრჩხილები და iPhone-ის აპლიკაცია დაგჭირდებათ. It's incredible. It's one of the first ever digital manicures. ეს საოცარია, ერთ-ერთი პირველი ციფრული მანიკური. რასაც ფრჩხილების მოვლისას ყველაზე მეტად ბერვიდან არის ის, რომ სანამ მანიკურს გავიკეთებ, ფერი უკვე აღარ მომწონს და შეცვლა მინდა. ერთი შეცდომით შერჩეული ფერი და მორჩა. ამიტომ ნებისმიერ დროს ფერის შეცვლის შესაძლებლობა ჩემნაირ ადამიანებზეა მორგებული. ასეთ იყო ციფრული ტალღა, დროა რომ დაგაბრუნდ დილის ტალღაზე. იმედია მოგეწონათ სიახლეები, რომელიც გაგიზიარეთ და მივმართავ დემეს და ანას, რომელი სტარტაპი მოეწონათ ყველაზე მეტად. მე განსაკუთრებით ბოლო სტარტაპი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალბატონისთვის სასურველის წამოწყება იქნება ის ფრჩხილების ამბავი, ბოლო ამბავი, რომელიც გქონდა და განსაკუთრებით მოუნდება ალბათ იმ ქალბატონებს, რომლებიც ტელეეკრანებზე ჩანან და ლუქებს ყოველდღე ნიცვლიან, მათ შორის ანა შამილაძეც და ლუქთან ერთად ექნება. ჩემი ფავორიტი მაინც სათვალეა ციფრული, რომელიც ძალიან დაეხმარება შიშიმო ადამიანებს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ანი შედგა შენი ლაივ დებიუტი, ასე რომ წარმატებებს გისურვებ და კიდევ დიდხანს მინდა რომ გიყურო ესა ეკრანზე. ძალიან უხდები ეკრანს. ვიღებ კომპლიმენტებს, მადლობა თქვენს არაჩვეულებრივად გამოიყურებით, გემშვიდობებით. გემშვიდობებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა დრო არის შევიხედოთ ინტერნეტში და ვნახოთ თუ რომელი თემები, რომელი ლუქები, რომელი ადამიანები და რომელი თემებია ყველაზე აქტუალური ინტერნეტ სივრცეში. ვებ სიახლეები ჩვენს ეთერში. Beverly Hills-ზე ოქროს გლობუსის დაჯილდოების 2026 წლის ცერემონიალი გაიმართა. უმნიშვნელოვანესი მოვლენის წამყვანი კომიკოსი ნიკი გლეიზერი გახდათ, რომელიც არ მოერიდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. მან საჯაროდ გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ღონისძიება საზოგადოებამ უკვე მკაცრად გააკრიტიკა და ბევრმა ვარსკვლავმა იგი მსვლელობის დროს დასრულებამდე დატოვა, კინომოვლენა მაინც შედგა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის 2026 წლის გამარჯვებულები დაასახელა საუკეთესო დრამატული ჟანრის ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმმა ჰამნეტი. ფილმი მეგი ოფარელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და უილიამ შექსპირის შვილის ჰამნეტის გამოგონილი ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
ხოლო საუკეთესო ფილმი მუსიკალურ კომედიური ჟანრის ნომინაციაში ოქროს გლობუსი მოიპოვა პოლ თომას ანდერსონის ფილმმა ბრძოლა ბრძოლის შემდეგ. ამ ფილმმა ასევე მიიღო ჯილდოები საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში. დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯესი ბაკლიმ გაიმარჯვა ფილმ ჰამნეტში შესრულებული როლისთვის. დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო ვაგნერ მოურამ მიიღო ფილმ საიდუმლო აგენტში შესრულებული როლისთვის. ხედავთ ჩვენ ახლა ამ კადრებს. ასევე ტიმოთი შალომეს გადაეცა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში ფილმ მარტი სურპრეიმში შესრულებული როლისთვის. ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში გამარჯვებული როუზ ბირნმა ფილმ If I Had a Leg, I'd Kick You-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი. რაც შეეხება ღონისძიების საინტერესო მომენტებს, არც ეს გამოპარვია პრესას, მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა გახდა ტიმოთი შალომესა და კაილი ჯენერის რომანტიკული კომუნიკაცია. ისინი ერთად ესწრებოდნენ დაჯილდოებას, მიუხედავად იმისა, რომ კაილი წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა, ღონისძიების მსვლელობისას ტიმოთი არაერთხელ დააფიქსირეს საყვარელ ქალთან ჩურჩულის, ჩახუტებისა და კოცნის მომენტში. დამსწრეების და კამერების ყურადღება მსახიობის ემოციურმა რეაქციამ და პარტნიორთან თბილმა ურთიერთობამ მიიპყრო, რაც ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მომენტად იქცა. როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი ტრიუმფატორი ფილმი გახდათ პოლ თომას ანდერსონის ფილმი ბრძოლა ბრძოლის შემდეგ, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს და სწორედ ლეგენდარული ლეონარდო დიკაპრიო და ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი მოექცნენ ფოტოობიექტივში 93 დაჯილდოების დროს კამერებმა დააფიქსირა თუ როგორ საუბრობდნენ და როგორ იცინოდნენ ოსკაროსანი მსახიობები, რაც საღამოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ და დასამახსოვრებელ ეპიზოდად იქცა. მოკლედ ასეთი ამბებია ჰოლივუდში და ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ვინ მოპარა ბანდერასი გრიფითს? აი ქალი, რომელიც ლეგენდარული მსახიობის შეყვარებული გახდა. მან ცოლი მის გამო მიატოვა. ანტონიო ბანდერასის გრძელფეხება შეყვარებული ყველგან ყურადღებას იპყრობს. სწორედ ასეთი სათაურები გამოჩნდა უცხოურ ყვითელ პრესაში, თანაც წელს მაშინ, როცა უკვე წლებეეგი თავის მეუღლესთან დაშორებულია. 2014 წელს ანტონიო ბანდერასმა ოფიციალურად გამოაცხადა ნიკოლ კიმპერთან ურთიერთობის შესახებ. საინტერესო რომ გრძელფეხება ლამაზმანი ლეგენდარულ მსახიობზე 21 წლით უმცროსია, რამაც როგორც ჩანს, ვერ შეძლო მათი ურთიერთობის დამყარებაში ხელის შესშლა. ვრცელდება ჭორები, რომ ქერა ლამაზმანმა ბანდერასისა და მელანი გრიფითის ქორწინება დაანგრია, იმის გათვალისწინებით, რომ მათი რომანი ყოფილი წყვილი სკანდალური განქორწინებისთანავე დაიწყო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ნიკოლს მათ დაშორებასთან არაფერი ჰქონდა საერთო და ბანდერასი ყოფილ მეუღლეს ქალის ალკოჰოლიზმის გამო მუდმივი სკანდალებისა და უთანხმოების მიზეზით დაცილდა. აი ეს გახლავთ თავისი ყოფილი მეუღლე ასევე მსახიობი მელანი გრიფითი. ქსელის ათასობით მომხმარებელი ფიქრობს, რომ ნიკოლ კიმბერი ბევრად უკეთესია და იმსახურებს ცნობილ მსახიობთან ყოფნას, მისი წარმოუდგენელი სილამაზე და ქალურობა ყველას განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს. ანტონიო ბანდერასის ახალი პარტნიორი 44 წლისაა და ის არა მხოლოდ მოდელია, არამედ ინვესტიციების მენეჯმენტის ექსპერტიც გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთმანეთს 2014 წელს კანის კინოფესტივალზე შეხვდნენ, თუმცა ურთიერთობის შესახებ 2015 წელს განაცხადეს. ხოლო მათ შესახებ ჭორები რატომღაც წელს სულ ახლახანს რამდენიმე დღის წინ ისევ დაიყარა. მოკლედ ასეთი ამბებია ინტერნეტ სივრცეში, ვებსიახლეები ამით დასრულდა. ჩვენ კი ვაგრძელებთ დილის ტალღას. ვაგრძელებთ დილის ტალღას, ისეთ საინტერესო თემები იყო.
ყურადღებით მოვისმე, მაგრამ მომშვიდა ეს რაღაც სასუსტავი მინდოდა რომ თან ისე მეჭა. ისეთი საინტერესო იყო რომ მომშვიდა. კი, ნამდვილად სასუსტავი მომინდა რომ ჩაუმჯდარიყავი ამ ანტონიო ბანდერასის თემასთან დაკავშირებით და ქალები რა თქმა უნდა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. ჩვენ კი საინტერესო ოქროს გლობუსი ვნახე, არ დაგიმალა, მეც მაინტერესებს ეგ დაჯილდოება ყოველთვის და Instagram-ზე ყოველთვის აქტუალურია ეს ამბავი. ეხლა კი სამზარეულოში უნდა შევიხედოთ, ნახოთ ამჯერად ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი რას მოამზადებს და მალე დავუბრუნდებით. შენი კერძი ჩვენს ეთერში. დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს გემზადებ სალატს, ძალიან მარტივ საფრინველს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც იქნება დღეისთვის კონსერვირებული ლობიო, პომიდორი ჩერი, სიმინდი, გამშრალი პური, სალათის ფოთოლი აისბერგი, წითელი ბულგარული, მწვანილი, მარილი, შავი პილპილი და ზეითუნის ზეთი. ძალიან მარტივი მოსაზრდებელია, იმიტომ რომ ყველაფერს ვჭრით და შემდეგ ვიგравთ ერთმანეთში, მაგრამ საბოლოო შედეგი გამოდის ძალიან გემრიელი. პირველ რიგში მას დავიწყოთ პომიდორი ჩერის დაჭრა. უბრალოდ შუაში გავჭრათ და თან გადავიტანოთ ჯამში. პომიდორი ჩერი დაჭრილია, გადავიდეთ ახლა ბულგარულ წიწაკაზე. გაჭერით შუაში და შემდეგ ისე. აისბერგის რამდენიმე ფოთოლი. შეგვიძლია რომ ეს არც დავჭრათ და უბრალოდ დავტერხოთ და ისე ჩავყაროთ, იმიტომ რომ ძალიან სათუთი და ნაზია. ეხლა დავუქუცმათოთ გამომშრალი პური. ეხლა შეგვიძლია ჩავყაროთ სიმინდი. ჩავყაროთ ეხლა ლობიო, რომელიც წინასწარ გავრეცხეთ სიუს წყალში, რათა მე მისი წვენი არ მჭირდება. ეხლა დავჭრათ მწვანილები, ან ქნავს კამა. მწვანილს დავჭერით, 3 კბილი ნიორი, ამასაც დავუქუცმაცებთ. ესეც გადავიტანოთ ახლა სალატში. სულ ეს არის, ახლა შეგვიძლია უკვე შევკმაზოთ სალათი. დავუმატოთ შავი პილპილი. ცოტა ბევრი არ გინდათ. ცოტა ზეითუნის ზეთი და მარილი. და ახლა არაჟანი 2 სუფრის კოვზი. ამას ხა კარგად ავურიოთ და ნახეთ რა გემრიელ სალატს მივიღებთ საბოლოოდ. სალატი ფსად არის, გამოიყურება ძალიან გემრიელად და მოდი ახლა გავსინჯოთ. ეს სალატი არის ძალიან გემრიელი, მაგრამ ჩემს უფრო გემრიელი ახლა ჰიმალაის მარილმა, რომელიც განსაკუთრებით უხდება სალათებს. ეს სალათი ძალიან მომეწონა, არის თან ჯანსაღი, იმიტომ რომ ყველაფერი გამოვიყენეთ ბოსტნეულიდან, მოკლედ უფრო კარგი იქნება თუ კონსერვირებულ პროდუქტს არ გამოვიყენებთ, მაგრამ ნუ ესეც ძალიან გემრიელი და ჯანსაღი არის. მე კი ამით მომდენ რუბრიკამდე დაგემშვიდობებით, კეთილი სრულებით, ნახვამდის. ასეთი კერძი მოგვიმზადა ქეთამ.
მადლობა მას და დრო არის ახლა ჩვენს სამშაბათის ტრადიციულ რუბრიკაზე გადავიდეთ, რომელსაც ჩვენი კოლეგა თიკო მიქელაძე გვიმზადებს. ამჯერად მოგვიყვება მე-5-მე-6 საუკუნეებით დათარიღებული სეფიეთის ეკლესიის შესახებ, რომელიც განსხვავებული ფრესკებითა და ბერძნული წარწერებით გამოირჩეოდა. ეკლესია, რომლის ნანგრევებიც მონადირეს უპოვია და ისტორია, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცოცხლა. ნახოთ რუბრიკა დროის მანქანა. აბაშა, სოფელი სეფიეთი. მდინარე აბაშის პირას მდებარე სოფელი სეფიეთი თურმე ირან-ბიზანტიის ბრძოლების ასპარეზს წარმოადგენდა. ეს ტაძარიც იმ პერიოდით თარიღდება. მე-4-მე-5 საუკუნეებით დათარიღებული ამ სამნავიანი ბაზილიკური ეკლესიის შესახებ არსებობს ლეგენდაც. სოფელი იყო დიდი და გაჩნდა ჭირი და ხალხი გადავიდა დინარის გადაღმულ საყანე მიწებში, სადაც დასახლდა ხალხი და ამის შემდეგ რა ვიცი, რამოდენიმე წლების ალბათ შეიძლება საუკუნე არ ვიცით. გადმოცემა გვაქვს ესეთი, რომ მონადირე გამოყვა ტახტს და შემოვარდა რაღაც გამოქვაბულში და რო შემოვიდა მონადირე, მე დაიწყო ძებნა, რომ ნახა ეს ნაგებობაა და ნახა ხე იყო ამოსული. და სოფელი ამის შემდეგ დაუბრუნდა თავის ნასახლარს, ისევე ნასოფლარს. დანგრეული იყო, როგორც ამბობენ ტაძარი და რამოდენიმე სიმაღლეს და მე გააშენდა ისევე. ტაძრის დასავლეთი ნაწილი შედარებით დაბალი ნაგებობაა. ის ქვის მსხვილი ფილებითაა ნაგები. ხოლო მთავარი ნაგებობა კი ძველი ქართული აგურით. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეკლესიის დასავლეთი ნაწილი ტყეში ნაპოვნი ტაძარია, რომელიც სოფლის მახლობლად მცხოვრებ მონადირეს გვარად ოჩიგავას უპოვია. სეფიეთის მთავარ ანგელოზთა ტაძარი უნიკალური ფრესკებით გამოირჩევა. მათგან აღსანიშნავია ნიშაში გამოსახული წმინდა ნინოს ფრესკა. სხვაგან არსად არ არის ასეთი რაღაცა, თანაც განსხვავებული სამეფოს შესამოსლით, რომელიც მაღალ დასაზონოზე იცით, რომ ქალის ფრესკა არ არსებობს და ერთადერთი არის სეფიეთის ჩვენი ტაძარი და ამით გამოირჩევა განსაკუთრებულად ჩვენი ტაძარი კიდევ. 99 წელს იყო უწმინდესი ჩამოსული, რომელიც ისეთი აფთოვანებული იყო ამ ტაძრით და როგორც გვახსოვს, ერთადერთი ნახევარ საქართველოში და მეორე რომში ასე აღნიშნა უწმინდესმა. ასევე აღსანიშნავია ტაძრის ქედზე გამოსახული ცხვრის თავი. ის ღვთის ტარიქს განასახიერებს, ანუ ქრისტეს, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა. მოგვიანებით, ფეოდალურ ეპოქაში იმდროინდელ საეკლესიო მმართველებს ტაძრისთვის დიდი ყურადღება მიუქცევიათ, რაზეც ეკლესიის კედლებზე არსებული წარწერები მოწმობს. ერთ-ერთი ასეთი მე-16 საუკუნით თარიღდება. დახატა ეკლესია ესე კოპალაძემ, ჭყონდიდელმა ზოსიმემ. ასევე აღსანიშნავია ბოლო პერიოდში ტაძრის კედლებზე ნაპოვნი არაერთი ბერძნული წარწერა. ერთ-ერთი ასე იშიფრება: წმინდაო სტეფანე, ყოველთა წმინდათა თანაგვიშუა მდგომლე. ამ წარწერის მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ ეს ტაძარი ადრე ამ წმინდანის სახელობის უნდა ყოფილიყო. ამ უდიდესი ისტორიისა და გამორჩეული არქიტექტურის მქონე ტაძარს სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება. ძალიან უჭირდა ფრესკებს, მაგრამ ეს ნაწილი თითქმის დაკეთებულია, გამაგრებულია, კონსერვაცია გაკეთებულია. ერთი დაგვრჩა საკურთხევლის მხარე, სადაც არ კეთდება, ჯერ არაფერი არ ჩანს და ნახოთ, რომ ეს ხარაჩოებიც გაჩერებულია, იმიტომ რომ დამთავრდეს ამენაირად კონსერვაცია, ასეთი ფრესკები არ უნდა იკარგებოდეს, რომ შემოვდივართ. დიდი თხოვნა მესახლე, რომ წმინდა ტაძარს ხვეტავს და ნაფლეთები ყრია ძის ფრესკები. ასეთია ეგრის ლაზიკის სამეფოს ეპოქის ნაგებობებიდან ერთადერთი სრული სახით შემორჩენილი ტაძრის ისტორია.
დაუბრუნდით, მადლობა თიკოს. Როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს საქართველოში ძველად ახალ წელს ხვდებიან და დღევანდელი დღე აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ გავატაროთ საინტერესოდ, ხალისიანად და ასე ვთქვათ, თავგადასავლად. კი, გაბრიელა კვაჭანტირაძემ უკვე დაასწრო, დაგვასწრო მოვლენებს და ამჯერად უკვე შეხვდა? კი, ტრადიცია, მუსიკა და ტკბილი ემოცია ასე აღინიშნება ძველით ახალი წელი აჭარაში. გემრიელი დესერტი და ცოცხალი მუსიკა გიტარის თანხლებით. ჩვენი კოლეგა გაბრიელა კვაჭანტირაძე საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. ვნახოთ სიუჟეტი და მალე დავუბრუნდებით. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მიზეზი სიხარულისთვის. ძველით ახალი წელი სწორედ ის დღეა, როდესაც შეგვიძლია ერთმანეთს შევახსენოთ, რომ ყველაფერი საუკეთესო წინაა. ძველით ახალი წელი ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს, ბავშვურ სიხარულს, ოჯახურ სითბოს და ახალ იმედებს. დღეს სწორედ ამ ტრადიციის გაცოცხლებას ვაპირებ და ასევე მინდა ახალი წელი ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობით დავიწყოთ. დღეს სტუმრად გვყავს კულინარიული შოუს შეფი, კონდიტერი გიორგი. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით ხალხის მაყურებელს. მოგესალმებით, გილოცავთ ძველით ახალ წელს, მრავალს დაისწარით. როცა შეფი გვყავს სტუმრად, აუცილებლად ამზადებს ჩვენთვის რამეს ჩვენთან ერთად და თან გვასწავლის. ასე რომ დანარჩენი უკვე თქვენზეა, მე რა თქმა უნდა დაგეხმარებით. ჩვენ ვამზადებთ ცხლის დესერტს. ამისათვის დაგვჭირდება ჩვენ ფაფის კრემი. მოხარშული კრემია, რომელიც უკვე გამზადებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ავიღებთ. ინგრედიენტები სხვაებიც რო ჩამოვთვალოთ, მაინც. ჩვენი ინგრედიენტები არის ღვინის соуსი. ეს ალბათ. ხო. ცხელია. ასევე დაგვჭირდება კრამბლი და მოხარშული მსხალი. ალბათ ეს საკმაოდ მარტივი დესერტი იქნება, როგორც ხედავ, არ შეიცავს. არც რთულია და არც სადვილი. აი ეს რას უნდა გამოვიყენოთ? ეხლა ვაყრი კრამბლი მზადდება, სხვადასხვანაირი რეცეპტები არსებობს. მე გავაკეთე, გამოვიყენებ ქვილი, კვერცხის გული, ნუშის ფანტელები და ქოქოსის ფანტელი და დავამატე კარაქი და გამოვაცხე. გასაგებია. აქ გვაქვს ასეთი უამაზესი მსხალი, რომელშიც შუაში ვდებთ და დაგვჭირდება ღვინის соуსი. სანამ მაყურებელს შევთავაზებთ ჩვენს საბოლოო ვერსიას დესერტის, მინდა რომ თქვენი რჩევებიც გაგვიზიაროთ, რახან კულინარია უკვე ძალიან პოპულარული სფეროა და ძალიან ბევრი ადამიანი ახლა იწყებს ნაბიჯების ადგმას თქვენსავით. აი თქვენეული მიგნება რომ გაგვიზიაროთ, რა არის მთავარი ამ პროფესიაში. როგორ შეიძლება რომ ხელიც გონებაც უკეთ მოვამზადოთ შემდეგ იმ ნაშრომებისთვის, რითაც გავაოცებთ ადამიანებს. როგორც სხვა პროფესიები არის მნიშვნელოვანი, ასევე კულინარიაც და კონდიტერიაც არის მნიშვნელოვანი და როდესაც სწავლას იწყებ, არ უნდა დანებდე, უნდა გააგრძელო და ვფიქრობ, რომ ყველას გამოუვა. თქვენ ამდენად ხშირად მიმართავთ ინტერპრეტაციებს, თუ მაინც ტრადიციული რეცეპტების გამეორება? ტრადიციულსაც ვიყენებ, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ უფრო გამოვიყენო ახალი ინტერპრეტაციები, რომ ახალი კერძები აღმოვაჩინო. აი ეს ჩვენი დღევანდელი დესერტი უკვე არსებული და პოპულარულია თუ თქვენ რაღაცა თქვენეული შტრიხები დაამატეთ? ეს დესერტი უკვე არის მოფიქრებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რეცეპტები არის უბრალოდ ჩემებურად მომზადებული. მე ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნეთ, იმიტომ რომ ნამდვილად უცხო და ლამაზად გამოიყურება, თუმცა ჯერ არ გვაქვს კიდევ დამთავრებული, როგორც აღვნიშნეთ და ხა სწრაფად შევუდგებით, როგორც ვიცი, соуსი უნდა დავამატოთ ახლა. მეც დაგეხმარებით. ნამდვილად მზად არის უკვე, ხო? შეგვიძლიათ მივიჩვით. მაშინ ისე ვაჩვენებ მაყურებელს, თითქოს მე მოვამზადე, აი ნახეთ. სხვათა შორის სუნიც საინტერესო აქვს და მინდა რომ მალე დავაგემოვნოთ, რაც შეიძლება. სანამ მაყურებელს ვაჩვენებდი, რა მოვამზადეთ, შეფმა უკვე მოიტანა დანაჩანგა და როგორც ხვდები, აპირებს რომ დამაგემოვნებინოს და მე განსაკუთრებით მიყვარს ეს პროცესი, ოღონდ ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. სხვათა შორის მე ამ დესერტს მივირთმევ პირველად, თან ახალი წელია და გონი თამამად შემიძლია რაღაცა კარგი სურვილი ჩავიფიქრო, მე გაგიზიარებ თუ არ მიხდება. ახლა გადავედით დაგემოვნებაზე. ძალიან კარგია და ყველაზე საინტერესო ის რა არის,
ძველი ახალი წელი დამეთანხმება ყველა რომ რაღაც აი ბავშვობის თბილ მოგონებებთან ასოცირდება. აი ბუხართან რო ვიყავით ხოლმე ბაბუებთან და ბებიებთან ერთად წამოსწარებდა რომ მივიხმევდით მათ მომზადებულ ტკბილეულებს, რაღაცა ისეთი ემოციები გამიცოცხლა და აი მე მგონი თქვენი დანიშნულება ის რომ ზუსტად ძველი ახალი წლისთვის მოგემზადებინეთ რამე კარგი და გემრიელი ნამდვილად კარგად შეასრულეთ. და მე მიხარია ისიც რომ მარტო არ მომიწევს ამ დესერტის მირთმევა, რადგან მე და გიორგი სანამ საუბრობდით და ვიღებდით გადაცემას, არაჩვეულებრივი ბათუმელი სტუმრები დავინახე ირგვლივ, სადაც მინდა რომ წავიღოთ ეს ჩვენი დესერტი, გაგაცნობთ, ან მგონი რომ იცნობთ ისედაც ამ ადამიანებს, თუმცა ძალიან მენანება ეს დესერტი მარტო მისართმევა და გადავალ ჩვენ სტუმრებთან. პირველი რა თქმა უნდა ჩემს ელენიკოსთან მოვედი, რომელიც თავის დაიკოსთან ერთად იმყოფება თურმე აქვე სტუმრად და მინდა რომ აჭარულად და გემრიელად მოგვილოცოს ყველას ახალი წელი. როგორ ხარ გოგო? კარგად. მოგვილოცავ ახალ წელს? კი. აბა გილოცავთ ახალ წელს. რას გვისურვებ? ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ვერსად ვერ წავედი მოკლედ ამ ქალაქში ეს ქალბატონი რომ არ დამხვდეს, თუმცა ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ნათია თოფჩიძე არის სწორედ ის ადამიანი, ვინც ჩვენი თანაქალაქელები 2025 წლის მანძილზე არაერთხელ გაახარა და ზუსტად ვიცი რომ ახალ 2026 წელსაც იგივე გეგმები აქვს და მინდა რომ მოგვესალმოს, რას გვისურვებს ახალ წელს თავისთვისაც და ჩვენთვისაც საინტერესოა, როგორ ხარ გოგონი და მე მგონი ჩვენი დესერტი ამან უკვე მიირთვათ. მე ხო იცი როგორი გურმანი ვარ, აი გულმა ვერ გამიძლო, რო არ დამეგემოვნებინა. ჩემს ძვირფას აჭარას, ყველა აჭარელს, ქათქა და ბათუმს გილოცავთ ახალ წელს. უფრო მეტი წარმატების, ბედნიერების და ბევრი შესაძლებლობების მომტანი ყოფილიყოს და რაც შეეხება იმ საჩუქრების გაკეთებას თუ აპირებ კიდევ 2026 წელს, მათ შორის ჩემთვისაც ბევრი საჩუქარი გაუკეთებია და ბევრი ადამიანი გაგიხარებია შენ და მაინტერესებს იგივე მუხტით თუ ხარ წელსაც. წელს იყო საოცარი გამოხმაურება, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გაერთიანდა და იმედი მაქვს ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, მომავალ წელს უფრო ბევრი ადამიანის ჩართულობით კიდევ უფრო ბევრ ადამიანს გავახარებთ და ღმერთმა მოგცეს ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა. ახლა ისეთ საინტერესო ადამიანებს ხედავ აქვე, ჩემი გაცნობა მგონი მათაც არ ჭირდებათ, იმიტომ რომ გამორჩეული მუსიკოსები გახვალ სურათს და ნუგოც და მინდა რომ აქვე ექსპორტად, ამე გურული რა შემოგთავაზოთ, ისე ექსპორტად, აბა. გამოვხედე მასპინძე, და ჭიქათალი ფურია. გოგო ვინო მომიტანა და რა ყოფილა და გურია. შევხედე და ელოდა მეცადა განასადმე ვიშკარი აგერა ხოსთავზანდიო და გამომიღო და ჭიშკარი შენი გაგიმება ჩემი სიხარულია აილა რა ყოფილა აბა რა, ნამდვილად მარტო გურია კი არა, რა ყოფილა საქართველოს გემრიელი ადამიანები, გემრიელი სუფრა, ემოციები, რომელიც მთელი წელი გაყვება და მინდა რომ ყველას ასეთივე ბედნიერი მუხტი გაყვებოდეთ ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გილოცავთ და ბედნიერები ვიყოთ ყველანი. ასე რომ ნამდვილი ახალი წელი სწორედ დღეს იწყებაო და მე რა საყვარლად. და კარგი სიმღერა იყო, შენი გაღიმება ჩემი ზემოფერია და ყოფილა გური. კარგი იყო ნამდვილად შემოიტანა გაბრიელა კვაჭანტირაძემ საახალწლო. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება კარგი ამინდი, რათა კარგი განწყობა გქონდეს და სწორედ ამინდის პროგნოზით შემოგვერძდება ახლა ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე, რომელიც გვეტყვის თუ როგორი საღამო გვექნება დღეს, ხვალ და იქნებ მთელი კვირის პროგნოზი იცით მოაყოლოს ყობა დილამშვიდობისა და ამდენ გძველით ახალ წელს გილოცავთ. დილამშვიდობისა გილოცავთ მეც ესევე დანანებით საკუთარ თავთან აღნიშნე რომ მართლაც კარგია მინდი ახალ წელს ან მზიანი დღე უხდება ან თოვლიანი ამ შემთხვევაში არც ერთი არ გვაქვს ამინდია თუმცა
საქართველოს მთასა და მაღალმთაში ყველგან ინტენსიური თავა იქნება, გურიის სოფლებშიც გათავდება დღის მეორე ნახევრიდან, ასე რომ იქედან, საიდანაც ეს ყველაფერი იღებს სათავეს და კალანდობაც ქვია, გაუთავდებათ და მე მგონი 12 საათზე ითოვებს გურიის სოფლებში და შეიძლება ოზურგეთში, ჩახატაურში ყველა სიტუაციაში ითოვებს დღეს, ოღონდ გვიან საღამოს, ასე რომ ნამდვილად გურიას მშვენიერი ახალი წელი დაუდგება, თუმცა თოვლჭყაპი დღის მეორე ნახევარში ჩვენთანაც არის მოსალოდნელი, თოვლჭყაპი იქნება ასევე სანაპირო კურორტებზე ყველგან და ძალიან გამიხარდება მე პირადად თუ 12 საათზე ფანტელები მაინც იქნება ჩვენს ქალაქში და ახალი წელი ესე ნამდვილი როგორც აღნიშნეთ მშვენიერი ფიფქებით შემოაბიჯებს ჩვენს ქვეყანაში. კონკრეტულად მოდი სანამ გრძელვადიან პროგნოზების საუბრებ, დღევანდელი ტემპერატურული ფონი ვნახოთ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გუშინ ამ დროს 10-ის დაახლოებით 10-15 წუთზე 16 გრადუსი იყო ბათუმში, სამაგეროდ ახლა 7 გრადუსია და დღისით 8 გრადუსზე მეტი ტემპერატურა არ იქნება და უკვე დღის მეორე ნახევარში უფრო და უფრო დაიწყებს ტემპერატურა კლებას. დღეს ბათუმში +8 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში უკვე შესაძლებელია თოვლჭყაპი და მანამ ასე იწვიმებს მთელი დღის განმავლობაში. ქობულეთშიც 8 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი და ღამის საათებში. ქედაში დღის მეორე ნახევარში გათოვდება, თუმცა მანამ დღის განმავლობაში 6-8 გრადუსია მოსალოდნელი. შუახევში დღეს თოვლია მოსალოდნელი, თუ ამ წუთას არ თოვს, აუცილებლად შუა დღის საათებში უკვე ინტენსიურად დაიწყება თოვა და +4 გრადუსია მაქსიმალური ტემპერატურა, ხულოში +1 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს -2 გრადუსი იქნება და თოვლიანი ამინდი დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება დასავლეთის ქარი და მაღალმთიან ზონაში ინტენსიური თოვა იქნება. რაც შეეხება ოზურგეთს +9 გრადუსი, ურეკში +10 გრადუსი, ლანჩხუთში +8 გრადუსია მოსალოდნელი დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ჩოხატაურში 7 გრადუსი და როგორც უკვე აღვნიშნე, დღის მეორე ნახევარში გათოვდება ჩვენს გურიაში. და ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ დღეს ბახმაროში -2 გრადუსი იქნება, ფოთში +10 გრადუსი, ანაკლიაში +9 გრადუსი, სოხუმში 7 გრადუსი და ზუგდიდში ასევე მოსალოდნელია 7 გრადუსი. ქუთაისში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია თოვლჭყაპი და თოვლი, ტემპერატურა დღისით იქნება 4-6 გრადუსი სითბო და ასევეა კოპიტნარში. რაც შეეხება საირმეს, თოვლი +4 გრადუსი, მესტიაში თოვლი +1 გრადუსი, ბორჯომში თოვლი +4 გრადუსი, ბაკურიანში +1 გრადუსი და თოვლი იქნება, აბასთუმანში კი +2 გრადუსი და თოვლი. ახალციხეშიც +2 გრადუსია მოსალოდნელი და თოვლი, გორში +4 გრადუსი, თოვლი იქნება, ცხინვალში +3 გრადუსი. თოვლია მოსალოდნელი, დედაქალაქში 8 გრადუსი იქნება და მოსალოდნელია. წვიმა თელავში 9 გრადუსია მოსალოდნელი და მოსალოდნელია ასევე თელავში წვიმიანი ამინდი. ხვალისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო ინტენსიურად დაიწყებს ცივი ჰაერის მასები გადმონაცვლებას, ამიტომაც აღვნიშნე, რომ დღის ბოლოს შესაძლებელია ყველგან გათოვდეს, სანაპირო კურორტებზე ღამის განმავლობაში თოვლჭყაპი იქნება და მშვენიერი ამინდი იქნება ძველი ახალი წლისთვის თუ ვიხილავთ თოვლის ფანტელებს. ზეგაც ცივი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღისით უკვე ნალექის ინტენსივობამ უნდა დაიკლოს, მაგრამ დღის მაქსიმალური ტემპერატურა +5-6 გრადუსზე მეტი მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე კვირა ჩვენს ქვეყანაში იქნება კვლავ არესტაბილური, ძირითადად ცივი ტემპერატურული ფონით. კვირის ბოლოს უკვე ნალექი წვიმის სახით არის მოსალოდნელი, თუმცა ზიანი ამინდები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ დაიწყება და ხშირად აღნიშნავ ხოლმე და აქაც გავიმეორებ, რომ სჯობს იანვარში გქონდეს მსგავსი საიანვრო ამინდი, ვიდრე შემდეგ გაზაფხულის დადგომას არ დაადგეს საშველი, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ამიტომაც გილოცავთ კალანდობას, გისურვებთ თოვლიან ამინდს ღამის 12 საათზე, ნახოთ როგორ გაამართლებს სამყარო ჩვენს მოლოდინს და
გისურვებთ თქვენი ყველა მიზანი და ოცნება ასრულდეს, აი აღნიშნე კიდეც და ქარიც მატულობს, დღის მეორე ნახევარში ქარიც გაძლიერდება და ნალექი უკვე თოვლის სახით და თოვლჭყაპის სახით იქნება, ასე რომ ბედნიერება თქვენ და ხვალ უკვე ნამდვილ ახალ წელს 14 იანვარს შემოგიერთდებით ამავე დროს, ამავე ეთერში. დიდი მადლობა კობამ, გემშვიდობებით ხვალამდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს და ჩვენ ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ უკვე საუბარს სტუდიაში. სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხებით, პირდაპირ ეთერში რეკლამის დრო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ანამ აღნიშნა, საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. მოგეხსენებათ, უძველესი დროიდან ითვლება სიბრძნის, დაკვირვებისა და იდუმალების სიმბოლოდ. მათი განსაკუთრებული მეხსიერება, სმენა და ღამის ხედვის უნარი აქვთ. ბუ გამოირჩევა ერთგულებით და სწორედ ამ ერთგულების წყალობით დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში გვყავს სტუმარი, რომელმაც ბუსა მოიშინაურა. გავიგოთ, როგორ ცხოვრობს ბუსა, რა საოცარი უნარები აქვს და როგორ გახდა პატარა ბახალა სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავი. ჩვენი სტუმარია ელენე ბოლქვაძე. დილამშვიდობისა ელენე, გილოცავთ ყველაფერს ერთად და ჩვენ ვხედავთ კადრში ბუსას, რომელიც ძალიან პატარა მიუყვანეს ელენეს. მოგვიყევი ელენე, შენი და ბუს შეხვედრის ისტორია, როგორ მოვიდა შენთან, ვინ მოგიყვანა და ასე შემდეგ. პროექტში გამარჯობა. გამარჯობა. ბუსა იქნებოდა დაახლოებით 10 დღის ბახალა, როდესაც სოფელში იპოვეს და ჩამომიყვანეს ახსაზრდად, რადგანაც ვერც ბუდე ნახეს და ვერც დედა მოკლედ გამოეხმაურა ბუსას. ამიტომ დასახმარებლად ჩამომიყვანეს მე და დავიწყე მისი აღზრდა. ეხლა უკვე ბუსა არის 9 თვის. უკვე 9 თვეა ჩემთან ერთად ცხოვრობს. მე მეგონა თავისით მოვიდა. ჩამოიყვანეს და სჭირდებოდა დახმარება და შენ გაზარდე ასე ვთქვა. და აი როგორი ფრინველია ზოგადად. ჩვენ ახლა კადრები მინდა რომ გვაჩვენო, უკვე ისეთი პაწაწუნა კი არა, საკმაოდ დიდი ფრინველია. ეხლა უკვე 9 თვისაა, ხო როგორ? კი, უკვე 9 თვის არის. როგორ ეგუება ქალაქის გარემოს, სახლის ბინაში ყოფნის გარემოს და ამ ყველაფერს მოგვიყევი? ბუსა ძალიან ჭკვიანია და ძალიან ინტელექტუალური ფრინველია, მოკლედ, ძალიან მარტივად ადაპტირდება, თუმცა მისთვის ძალიან სტრესულია სახლში ყოფნა. თავდაპირველად ისი გაიზარდა სახლში, ჩემთან ოთახში, ძალიან მარტივად ადაპტირდა ოთახში, მაგრამ როდესაც ბუსა იზრდება და ზოგადად ბუ იზრდება, ჭირდება ძალიან დიდი სივრცე. რადგანაც არის თავისუფალი ფრინველი და ეს მისთვის აუცილებელია. ხა. სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ ჩემს ეზოში შემიშნე ბუ. ვიდეოც კი მაქვს გადაღებული ტელეფონში. ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი კოლეგა ნიკოლოზ კილაძეც საწყავდა, მოკლედ ეს ფრინველი სახლში და თითქოს რაღაცა ქალაქში ჩამოვიდნენ თუ ჩამოფრინდნენ თუ არ ვიცი რა ხდება, რაღაცა კლიმატი შეიცვალა თუ ან მოკლედ ბუები დაფიქსირდნენ ბათუმში. თქვენთან ანუ დღის განმავლობაში ვიცით რომ საღამოს მოდის, ხო მხოლოდ? დიახ, ასეა. და რანაირად აგნებს, ანუ სახლში მოდის, ასე გამოდის, ხო? კი, ნახეთ, თავდაპირველად, როდესაც უკვე ის გაიზარდა, გადავიყვანე ეზოში, დიდ ვოლიერში, მე კერძო ეზოში ვცხოვრობ და გადავიყვანე დიდ ვოლიერში, რომელიც იყო ღია. და იქედან უკვე ეტაპობრივად მან დაიწყო გარემოს გაცნობა, მოკლედ დაიმახსოვრა, კარგი ორიენტაციას უნარი აქვს. და ასევე მას ძალიან კარგად შეუძლია ჩემი ხმის გარჩევა. და როდესაც სადმე მიდის და აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რომ პირველ წვიმაზე ის ვერ მოასწრო სახლში დაბრუნება და დასველდა და ნუ მოკლედ როდესაც ის სველდება, ვეღარ დაფრინავს. ამიტომ ის მე მეძახდა და მოკლედ ხმით მივედი, სადაც იყო და ჩამოვიყვანე. ხო. საინტერესო ასევე კვების მხრივაც, აი თქვენი ურთიერთობა, აი როგორ შეგეჩვია, აი რას ჭამს, სად გქონდა ეს ინფორმაცია, როგორ მოიძიე, რომ აი რაღაცა უნდა მიცე, რაღაცა არ უნდა მიცე, ასევე ვიდეოები ხშირად შემხვდა, რომ აი მაგალითად ესე ხელს ანიშნებ და ის მოდის, რა თქმა უნდა და რაღაცა დავალებებს ასრულებს, ხო? მოგვიყევი ეს დეტალები როგორ გაწვრთვენ და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი კვებასაც შეეხება ზოგადად ბუს გაზრდა კვების მხრივ არის ძალიან რთული, რადგან მას ჭირდება ბუნებრივი კვება, აი რასაც ბუნებაში მოიპოვებდა. ამ ყველაფერს მე სპეციალ ფერმებიდან ვუკვეთავ, რადგან მისთვის აუცილებელია მიირთვას თაგვი, მწყერი, ქათამი, წიწილები და ეს ყველაფერი მან უნდა მიირთვას მთლიანად. ანუ თავისი ბეწვით. თაგვი? კი. თავისი ბეწვით, ძვლებითა და ორგანოებით. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვაგვარად დაზიანდება მისი ორგანიზმი. ხოლო აი გაწვრთნას რაც შეეხება, გავძლიე ესეც ძალიან გამიჭირდა სპეციალურად რეპტილებისთვის გაკუთვნილ თაგვებს ვყიდულობდი გაყინულს, რასაც მოკლედ დოზების მიხედვით ვაჭვევდი. მაგრამ ბუსას გამო მომიწია ამ ყველაფრის გაკეთება.
ხოლო უკვე როდესაც მისი გაწვრთნა დავიწყე, როდესაც ხარ პროფესიით კინოლოგი, ავტომატურად შემოგესწავლება იმ ცხოველზე თუ ფრინველზე ბრძანებები, რასაც თავად ზრდი. ბუსა გამოირჩეოდა ჩემი მიმართ ძალიან დიდი კავშირით, ცდილობდა ხშირად რომ დამლაპარაკებოდა, ჩემთან კონტაქტი დაემყარებინა, როდესაც ხელი მიმქონდა, პირიქით მოდიოდა და უკვე ხელი ჟესტიკულაციით ისწავლა ძალიან ბევრი რამ, როგორცა გამარჯობა, ხელზე გადმოსვლა, თუნდაც მაგალითად ფრენის დროს მხარზე გადმოსვლა და ასე შემდეგ. ანუ კონტაქტი დამყარებულია, ხო? დიახ, რადგან ძალიან თბილი ფრინველია. ბევრს გონია, რომ რადგან ძლიერი ფეხები აქვს და კლანჭები აქვს, საშიშია, თუმცა რეალურად ესე არ არის. მე არც ხელის დამცავს არ ვიყენებ და ის ზომიერად ჯდება ხელზე და საერთოდ არ მკაწრავს. ეს თავად ისწავლა. 9 თვეა უკვე თქვენი ოჯახის წევრია. ყოველ საღამოს მოდის? კი, ყოველ საღამოს მოდის, ერთხელ იყო მხოლოდ რომ აი 3 ღამე არ გამორჩენილა და ვფიქრობდი რომ ვიღაცასთან ალბათ შევიდა ახალი წლის პერიოდში და არ გამოუშვეს. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს და გამოვიდეს, სახლს ყოველთვის მოაგდებს. რა საინტერესოა. საინტერესოა ასევე არის თუ არა ბუსა ბრაზიანი, იმიტომ რომ მე მაქვს ვიდეო ნანახი ცოტა ისე რომ აბრაზებსავით TikTok-ზე ფეხზე კიდევ ხოლმე ბრაზდება და რამდენად გამოირჩევა აი ისეთი ხასიათებით რომ აი წყენს, გრძნობიარი, აი თუ ამჩნევ ამას შენ ბუსაში. ადამიანურ თვისებად. კი, სხვათაშორის არის ძალიან ბუტია. ანუ ბრაზ არ გამოხატავს თავდასხვით ან კმენით ან დაკლანჭვით. უბრალოდ აი ეს ხმა არის იმის მანიშნებელი, რომ ეს მას არ მოსწონს. და უბრალოდ აი ესე ხვით გამოცემს ხოლმე ამ ყველაფერს და თუ მაგალითად ზედმეტად გავაბრაზებ, ზოგჯერ არის რომ თვითონ რომ აბრაზებს, მე ვაბრაზებ და ამ დროს უკვე სწავა სხვაგან გადაფრინდება ან მაღალს და რაც რომ დაიძახო აღარ ჩამოვა. აღარ საჭმელზე აღარ ჩამოვა, არაფერს და ესე გაიბუტება კი. აი მე როგორი ბუტია. და ბუტი ასევე საინტერესოა რა იყო ის პირველი უნარი ბუსას რამაც გაგაკვირვა და მივხვდი რომ ეს ძალიან ჭკვიანი ფრინველია და აუცილებლად უნდა მოვიშინაურო. ეს იყო ჩემ ხმაზე რეაგირება. ის დაბალ სიხშირეც ესმის, ხო, ადამიანის დაბალი. ძალიან კარგი სმენა აქვს, და ძალიან კარგად აღიქვამს ხმებს. და ოჯახის ყველა წევრისგან და არა მარტო ოჯახის წევრებიდან, ანუ ყველა ადამიანის ხმაში შეუძლია ჩემი ხმა გამოარჩიოს. ელემენტარული აი ის ტვენითაც კი ხო, ანუ ნახეთ, უცხო ადამიანმა რომ დაუძახოს, ხმას არ გასცემს და არ მივა და ჩემი ხმაზე. ანუ არ თავსაც არ მოუტრია, ანუ უცხო ადამიანმა რომ დაუძახოს და უშტინოს, არა აქვს მნიშვნელობა, სახელითაც რომ მიმართოს. კი, არ მივა მასთან. მოიმი რა საყვარლად ნარკარი. ესე თუ აფერები ხოლმე და მას თუ უყვარს ეს. კი, ძალიან ხშირად და ის თვითონაც ითხოვს ამას. აი ძალიან თბილი ფრინველი. და თვითონაც მოდის და თუ არ მოიფერებს, შემდეგ თვითონ წიწკნის თმებს. მართლა? აი ღამის ფრინველია, ღამით ღვიძავს, დღისით ძინავს, ხო, როგორ ძინავს და ამ დროს როგორია თქვენი კონტაქტი და თუ გაღვიძებს და რა ვიცი, ასე შემდეგ. ნახეთ, კი, ღამის ფრინველია და ზუსტად ამაში ვერ ვჯდებით ერთმანეთის რიტმში ცხოვრების. როდესაც მას ძინავს არის მოკლედ როგორ ვქვა, უბრალოდ ძინავს, ზის და ძინავს და რაცა უნდა აწვალო, მაქსიმუმ ოდნავ გაგიხილოს თვალი. ეგ ვერდულად რაღაცა შემოგხედოს. და როდესაც მე მძინავს, ძალიან კარგად შეუძლია გამაღვიძოს, შემოვიდეს ოთახში, შემოფრინდეს, თმები დამწიწკნოს, დაიყვიროს და თუ მაგალითად პატარა ხმაზე არ გავცემ პასუხს, შეუძლია მაქსიმალურად ხმამაღლა იყვიროს, ისე რომ მთელი ოჯახი გააღვიძეს. ელენე, მსგავსი გამოცდილება მანამ თუ გქონიათ, საინტერესოა. კი, ადრე მყოლია, მოკლედ ბახალა ყვავის, რომელიც კი, პატარა ასაკში, აი, როდესაც ფრენას სწავლობენ, ჩამოვარდილი ვიპოვე, უფრო სწორად ბულვარში, ქონდა მოკლედ ფეხი მოტეხები. და ვერ დაფრინავდა და წამოვიყვანე და გავზარდე. და მანაც იცოდა სხვადასხვა ბრძანებები და შემდეგ გავუშვი და ისიც მოდიოდა ხოლმე. თუმცა შემდეგ მომიწია სოფელში წასვლა და 2 კვირის შემდეგ, როდესაც დავბრუნდი, აღარ დავბრუნდა, რადგან ეს 2 კვირა მოდიოდა და ვერ მხედავდა. ყვავი ცოტა მტაცებელი და აგრესიული ფრინველია და რა. და დამახსოვრება იცის ადამიანებს. ძალიან, ერთხელ თუ თავის ხროვის წევს ან ბარტყს შეეხე, აუცილებლად აგიმახსოვრებს და ყველგან გაგარჩევს. კი და ასევე საინტერესო მე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს, ვიქნები მიკერძოებული და რამდენად მოერგო თქვენ სახლს, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს, მოგვიყევით ეს. ბუსა ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რადგანაც თვითონ გადაწყვიტა რომ ჩემთან დარჩეს. ზოგადად ამღსდელების განსხვავებით თავის ნებით მოდის კომფორტულად გრძნობს სახლის პირობებშიც თავს თქვენს ოჯახის წევრებს. უბანი არის მისი, როცა უნდა გარეთ არის, როცა უნდა სახლში შემოდის და მთელ უბანს აკონტროლებს, მეზობლებსაც სტუმრობს.
თუმცა მეზობელთა სახლში არ შედის. უბანმა იცის რომ იქვე კი, ყველა უბნელი ბუყას. რამდენად მოწონს ეს ყურადღება, აი ვიდეოების გადაღება თუნდაც საკუთარ თავს რო ხედავს, შენ რო ტელეფონს ცოტა ახლოს, აი რა ეს დეტალებიც გაგვიძლია. კი ბატონო, იმდენად მოწონს, როდესაც საუბრობ და მას არ ვეფერები, ან ყურადღებას არ ვაქცევ, მაწუხებს. ანუ ხან სახეზე მწოწნის, ხან თმებზე მეკაჩება, ხან ტანსაცმელზე მეკაჩება, რომ ყურადღება მივაქცია. ეს დაკაწვა ხო არ ჩვევია? არა, ჯერ არასდროს არ დავუკაწრივარ. იმის მიუხედავად, რომ აი დამცავის გარეშე ვიზენ. სხვათა შორის ბუ ითვლება ესეთ რაღაცა სიმბოლურ ფრინველად. მაგალითად, ფენშუიში ბუ რაღაცა ხვავი, ბარაკა და ფულის და სიმდიდრის შემომტან ფრინველად ითვლება და ასევე სხვადასხვა რაღაც ცოდნებში და სხვადასხვა თეორიებში, მოკლედ ბუ მოხსენიებულია როგორც რაღაცა მისტიური და ესეთი ნიშნ ფილოსოფიური დატვირთვის ფრინველი და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ და ამ კუთხით ხო არ შეცვლილა რაიმე რაც ეს ფრინველი შემოვიდა თქვენს ოჯახში? რაც ბუსა შემოვიდა, ძალიან შეიცვალა ჩემი წარმოდგენა ბუებს, რადგანაც ის არის ძალიან მტაცებელი ფრინველი, ყავზე ბევრად მტაცებელი, თუმცა რეალურად მან ისეთი სითბო და სიყვარული გვაჩვენა მთელ ოჯახს, რომ აი ვერ წარმოგვედგინა, რომ ბუ შეეძლო აი ესეთი სითბოს გამოხატვა და ზოგადად მსგავსი რაღაცების სწავლა. და ის დღემდე სწავლობს ახალ ბრძანებებს. საინტერესოა, კი, ეს ვიდეო. ნამდვილად სიბუში უფრო ისეთია. კი, ნამდვილად. საუბარი არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმებიდან გამომდინარე მაინც გვესაუბრება. და ის ბოლოსკენაც უნდა წავიდეთ და მოგვიყევით, აი თქვენ აქსესუარებს იპარავს, ხშირად ვიდეოებში ხდება და ძალიან უყვარს გავბრანჭო. ხო, ეს დეტალებიც ყავს. ეს გოგოა თუ ბიჭი თუ ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან რთულია დაადგინო დედალია თუ მამალი. ხმით ფიქრობ, რომ არის დედალი. რადგან მამალი მაინც განსხვავებულ ხმას გამოცემს, რომ ტერიტორიას იცავს. კარგით, მოკლედ, მადლობა ძალიან დიდი, საინტერესო იყო. აქსესუარებზე არ უთხავს. კი, აქსესუარების მოპარვა და გაფუჭებები ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ამით ჩემ ყურადღებას იპყრობს და მე მივსდევ და ის გარბის, თაყვირის. ყვითელი ისინი რო აქვს აქ თავზე ეს ვიდეო და შემდეგ უყვარს ამ ყველაფრის დაბალვა. თუ ხვდება რომ მინდა გამორთვევა, არ მაძლევს, თათით იჭერს. და შემდეგ უკვე როდესაც აი მაგათაც გადაგავიწყდება, აი სადმე ჩამალავს და მე მიაკითხავს. მართლა? კი, ან გაიტანს თუ კარიღია და უტოვე, გაიტანს და წაიღებს. მაგრამ საკმაოდ ხიარული ცხოვრება გაქვს თავს ოჯახს. ოჯახის წევრები ხო ეგუებიან ამ ყველაფერს. კი, კი, ყველა ძალიან ეფერება, ყველა ძალიან უყვარს და ბუსაც ავტომატურად არის მიჩვეული ჩემ ოჯახის წევრებზე. გეგმები ხო არ გაქვთ ამ ბუსთან დაკავშირებით? ნუ არ ვიცი, ანუ აი ბრძანების შესწავლას რაც შეეხება, კიდევ ბევრი რაღაცის სწავლას გეგმავთ და ვნახოთ, ნუ ვიდეოს ვდებ ხოლმე და ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. დიდი მადლობა. მომიყავით ჩვენი სტუმარი, დამდეგ ძველით ახალ წელს გილოცავთ. მადლობა თქვენს კი. და ჩვენ და დიდხანს სიცოცხლის უსურვებთ ბუს და ჯანმრთელობას. ხო, ისე რამდენ ხანს საცხოვრობენ და? ზოგადად 40 წლამდე. და გააჩნია სახეობას. კიდევ ბევრი დრო. მადლობა ძალიან დიდი, რომ მიყავით დღევანდელი დილის სწავლის სტუმარი, შევახსენოთ მოპოვებელს ელენე ბოლქვაძე, თავის მეგობარს ეყვება და ბუსას შესახებ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მადლობა ელენე ძალიან დიდი. ჩვენ კი დილის სწავლის მაყურებელი რადიო ტალღაზე უნდა გადაეწყოს, რადგან ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. მოგესალმებით ყველას, ვინც შემოგვიერთდა ახლა, მივესალმებით ტელემაყურებელს, წარმატებებს უსურვებთ ყველას და დამდეგ ახალ წელს. ულოცავთ. არ თქვი ულოცავთ? რატო და ახლა მოვისმენთ მივესალმებით რა თქმა უნდა დილის აღგეს მაყურებელსაც, მაშინ როდესაც მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება ჩამქრალია, საქართველოში ისევ სადღესასწაულო სამზადისია. ქართველები ის ხალხია ერთი დღესასწაულით რომ არ შემოიფარგლება. დაბადების დღე გვაქვს მხოლოდ ერთი. მხოლოდ ერთი, ეგეც უნდა გავაუწყო. ძველი სტილით და ახალი სტილით უნდა გქონდეს დაბადების დღე. დღეს ღამის 12 საათზე ძველი სტილით ახალი წელი
დადგება. როგორ ხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები ახალ წელს, რა წესჩვეულებები ჰქონდათ და დღეს რა შემორჩა ამ ტრადიციებიდან, ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ნაილი მიქელაძე. BSU-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურული კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მოგესალმებით, ქალბატონო ნაილი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით საქართველოს. გილოცავთ. გამიხარეთ, დიდი მადლობა. ხოლმე დაუცოს გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, თითოეული ოჯახი, წინსვლა, წარმატება, ხვავი, ბარაკა და ბედნიერება. მადლობა ჩვენს გილოცავთ და დავიწყოთ იმ ტრადიციებზე საუბრით, რა ტრადიციები არსებობს ძველით ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებით აჭარაში. დიახ. ну, აი წინარე პერიოდიდან დავიწყებ, უფრო საინტერესო იქნება. საქართველოს ოდითკავე მართლაც გამორჩეული იყო თავისი ტრადიციებით და განსხვავებული წესჩვეულებებით და ამ მხრივ ახალი წელიც განსხვავებული და ყურადსაღებია თავისი წესჩვეულებებით. თუმცა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა, მაგრამ ცალკეულ კუთხეებში განსხვავებულად აღინიშნებოდა ეს ახალი წელიც და ძველით ახალი წელიც. რაც შეეხება ახალი წლის აი ამ აღნიშვნას მკვლევართა მოსაზრებებით, ჯერ კიდე წინარე, აი წარმართულ რელიგიაში ეძებნება მას ფესვები, პირველ საუკუნემდე წარმართულ რელიგიაში ჩვენ ახალ წელს ხვდებოდით 6 აგვისტოს. წარმოიდგინეთ საფხულის პაპანაკებაში აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას და თავისი რიტუალებით ეგებებოდნენ და ეს უფრო ნაყოფიერებასთან, სიუხვესთან, ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. შემდგომ უკვე ქრისტიანობის შემოსulis მერე უკვე ახალი წლის აღნიშვნა დავიწყეთ, ქართველებმა უკვე გადავიტანეთ 1 სექტემბერს. 1 სექტემბერს უკვე ჩვეულებრივად აღინიშნებოდა ახალი წელი და ხანდახან ვფიქრობ კიდეც რომ ალბათ ტრადიციულად 1 სექტემბერს სკოლას რო ვიწყებდით და ახალი სასწავლო წელი იწყებოდა ერთგვარად სიმბოლურად ფლასაც მაქედან იწყებოდა. ხო, დიახ, ალბათ აქედან იწყებოდა. შემდგომ უკვე მე-10 საუკუნიდან, ანუ ეს მე-9 საუკუნემდე 1 სექტემბერი იყო, მე-10 საუკუნიდან უკვე 1 იანვარი ჩაინაცვლა, 1 მარტი ჩაინაცვლა ჯერ, 1 მარტი ჩაინაცვლა და რატომ ეხლა მოგხსენებთ ბათრომ ზანთარი ცივია, ყოველივე ეს ანადგურებს, პოვს, ეს წარმართული რელიგიის მიხედვითაც უფრო აი ასოცირდება სიკვდილთან, უბედურებასთან და ასე შემდეგ. მძიმე პერიოდია. ძალიან მძიმე პერიოდია და გაზაფხული უკვე არის სიახლის, განახლების, სიმშვიდის, გამოღვიძების, აი ბოროტებაზე გამარჯვების და უკვე რატომღაც საქართველოში 1 მარტი იყო უკვე ახალი წლის დღესასწაული და ყოველთვის აღნიშნავდნენ 1 მარტს. მაგრამ შემდგომში უკვე მოგვიანებით მე-11 საუკუნიდან, მე-10 საუკუნის ბოლოდან უკვე ჩაინაცვლა 1 იანვარი. ახლა 1 იანვარი მოგხსენებათ, ეს იულიუსის კალენდრის მიხედვით არის და აქედან გამომდინარე ჩვენს ქართველებმა ეტყობა აუყევით აი ამ კალენდარს და 1 იანვრიდან აღნიშნავდით. თუმცა საკამათოა დღესაც ორი სტილი დახან გვაქვს ჩვენ ძველი სტილით აღნიშნვა და ახალი სტილით. ვარაუდობენ რომ ეს იყო ძველი სტილით და არა ახალი სტილით. შემდგომ უკვე მე-16 საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი ოფიციალურად 1 იანვარს, წამოვიდა გრიგოლიანული ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარი ახალი წლით უკვე, თუმცა ქართველები მაინც დღეს და თვით ქრისტიანული მრევლიც კი აღნიშნავს ძველით ახალ წელს. ანუ ახალი წელი არის უკვე 13 იანვარი ღამით დგება და არა 1 იანვარი. თანაც ეს დღე სიმბოლურია და უკავშირდება წმინდა ბასილის დღესასწაულს და აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი წესიც წმინდა ბასილს უკავშირდება. და აქედან გამომდინარე მე უკვე თანდათან მოვყევით ქართველებმა, რატომღაც ვერ შეველიეთ ამ ძველ ახალ წელს და არ ჩამოურჩით ევროპის წესჩვეულებებსაც და ორივეს ერთად აღნიშნავს. თუმცა ქართველებს ისიც გვახასიათებს, რომ გვიყვარს ეს რაღაც ტრადიციები, რომელიც ამა თუ იმ დღესასწაულს უკავშირდება და განსაკუთრებით ახალი წლის ტრადიციები, რომლებიც გამორჩეულია ყველა კუთხეში სხვადასხვანაირია და აი ამის შესახებ გვითხარით. რაც შეეხება ახლა აჭარაში ამ წესებს
ძალიან ისე თბილად და კარგად აღნიშნავენ, განსაკუთრებულად ძველ ახალწელს აღნიშნავენ, ზემო აჭარაშიც და ზოგადად აჭარაშიც და საქართველოსშიც, საქართველოს ბევრ კუთხეშიც მათ შორის აღნიშნავენ ძველ ახალწელს. მათ შორის ხვალ კალანდობა უკვე გურიაში და გილოსავთ ერთხელ კიდე მთელ საქართველოს და ბედნიერებას და სიუხვეს უსურვებ. აჭარაში ხა კალანდობა ესეთი სახელწოდებით არ არის, მაგრამ არის ძველი ახალი წელი. თუმცა ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო, აი კალანდობასა და ძველ ახალწელს აჭარაში. ანუ დღესდღეობით ისე აღარ არის აქტიურად გამოყენებადი, მაგრამ არის ოჯახები, სადაც მაინც აცხობენ კვერებს. თუმცა ეხლა კვერების სახელწოდებით არ ცხობა ეს, მაგალითად ხულოს რაიონში მყავდა თქმელი, რომელმაც ჩამაწერინა, რომ ამ დღეს აცხობენ ბიშებს. ეხლა ბიშები, ლუხუმები, ბიში, ლუხუმი. აი ეს არც ერთი სიტყვა ქართული არ არის, ლუხუმი არაბული სიტყვაა, თუმცა ნიშნავს კვერს. პურის ცომისაგან, აფუებული ცომისაგან გამომცხვარ კვერებს, რომელსაც აცხობენ ზეთებში. და ეს აი ამ ზეთში გამოცხობის დროს ღებულობს სხვადასხვა ფორმას. თუმცა სიმბოლური დატვირთვა აქვს, აუცილებლად უნდა გამოაცხონ, მოაყრიან შაქარს, შაქრის პუდრას და მე მიერთმევენ სტუმარს. თუმცა სტუმარს არ მიერთმევენ, უფრო დატვირთვა აქვს უფრო ოჯახში. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს და აუცილებელია მისი გამოცხობა. გამიკვირდა სხვათა შორის არ ველოდი თუ მსგავსი ტრადიცია კიდე იყოს ზემო აჭარაში დაცული. თუმცა აღმოჩნდა რომ ყოფილა ეს სოფელ რიყეთში, ხულოში არის ოჯახები, რომლებიც დღესაც აკეთებენ აი ამ ტრადიციას. აი ლუხუმებს ვაცხობთო. და აი ეს კვერები, რომლებიც ჩვენ მოგვეხსენება რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც წმინდა ბასილის საპატივცემულოდ ცხება კვერები, რომელსაც ოჯახის წევრის სახელზე. დიახ, ყველა ოჯახის წევრის სახელზე და ეს სიმბოლურია და ყველას მიართმევენ დიდი პატივით, ხო? მაგრამ აი აქ ზემო აჭარაში ეტყობა აი გარკვეულმა ისტორიულმა რეალობამ სახეუცვალა მას, რაღაც ფორმით შემორჩა, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც თქვათ კალანდობას ახასიათებს. ასეთი უამრავი ტრადიცია, ძალიან ბევრი ტრადიცია მსგავსი, რაც შეეხება ალბათ გაინტერესებთ ახალი წლის ღამეს, როგორ ხდება მიგებება, ისინი დიდი ზარზე ემითებებიან ძველი ახალწელს, ემზადებიან წინასწარ, როგორც ახალწელს ემზადებიან 1 იანვარს ახალი სტილით, ძველი სტილითაც აი ესევე აღნიშნავენ ახალ წელს. კერძოდ, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს სუფთა ოჯახში. ეს ტრადიცია ისედაც სუფთა და დაკრიალებულია ყველაფერი, მაგრამ აი განსაკუთრებულად უნდა ბრწყინავდეს ყველაფერი, აუცილებელია ეს განწმენდილი უნდა იყოს სახლი ყველანაირად. ემზადებიან აი სხვანაირადაც რომ მთელი ოჯახი უნდა იყოს ერთად, ეს სიმბოლურია აუცილებლად. ამასთანავე ფეხსია დგომით უნდა შეეგებონ ახალ წელს და ახალი წელი როცა დგება უკვე, სუფრა სავსე უნდა იყოს ტკბილეულით, სანოვაგით და რაც მთავარია, ყველაზე მთავარია აუცილებელი ფული. აი მონეტა უნდა იყოს სახილეში, რომელსაც ინახავენ ამ მთელი წლის განმავლობაში, ან 6 თვის განმავლობაში. იმიტომ რომ ეს სიმტკიცესთან, სიძლიერესთან, ოჯახის სიუხვესთან ასოცირდება და აუცილებლად თანაც საინტერესოა ის, რომ ეს ფული უნდა დახარჯონ ისეთ რამეში, რომელიც მნიშვნელოვანი წე, რომელიც ოჯახში რჩება, რომელსაც შეუძლია მტრის, ბოროტი ძალების დამარცხება. ეს რწმენა წარმოდგენებია, ეხლა ბუნებრივია, სასურველია დანა, მაკრატელი, ნუ ესეთი ტკბილეული აუცილებლად, რომელიც ოჯახში რჩება. ასევე მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ოჯახის ნივთი არ უნდა დარჩეს ოჯახგარეთ. უნდა იყოს აუცილებლად ოჯახში ესეც. ამ განათხოვრებული ნივთი აუცილებლად უნდა დაიბრუნონ და არ უნდა იყოს ოჯახს გარეთ. აუცილებელია ასევე რამ? მეკვლეწყლით მიყვარს ეს ტრადიცია, ხო? დიახ, ეს ყველაზე მე საქონელთან პირველი ანუ ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზე, საქონელზე მილოცვა. დიახ, საქონელზეც მილოცვაც არის, მაგრამ პირველი აი ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა შემოიტანონ წყალი. აი რაღაც ერთგვარი აიზმას კუთხევის დანიშნულება აქვს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც მართლმადიდებულ რელიგიაში ხდება ძირითადად, ოჯახის უფროსი დიდი სიწმინდით აუცილებლად შემოიტანს წმინდა წყალს, როგორც კი ახალი წელი დადგება და მიულოცავენ ერთმანეთს და აი ამ წყალს მიაწოდებს ოჯახის წევრებს და მოასხურებს
ოჯახში სუფრას აი ყველაზე მთავარი რომ აი წყალივით წინ წამოგიყვანოთ ღმერთმა აი ეს დალოცვა არის ერთგვარი რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა საახალწლო დალოცვა არის და არის ხვავი ბარაკა ბედნიერება წინსვლა არ მოგაკლოთ და ბედნიერი წელი დაგვედებოდეთო ეს აუცილებლად არის მაგრამ აი ამას ახლოს ან ეს რიტუალები წყლის შემოტანა დაულაპარაკებლად უნდა შემოიტანონ წყალი ეს მნიშვნელოვანია ტაბურირებულია რომ ოჯახის უფროსი გადის ეგრევე და დაულაპარაკებლად შემოაქვს გამდინარე წყალი ეს არ უნდა იყოს გაჩერებული წყალი და აი ისე წყალივით წინ წამოვიდეს და თუ რატომ უნდა იყოს დაულაპარაკებლად და გამდინარე რატო ეს ძალიან შორს წაყვიყვანს ჩვენ ახალს აქვს იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებით ნახავთ ფესვებს და სწორედ მე ვფიქრობ რომ აი ახალ წელს აი ეს ტრადიციების შესრულება ხდის ასე ჯადოსნურს და საინტერესოს ზოგი მაგიდის ქვეშ ხდება ამ წელს ზოგი ბუხრიდან მოძრება და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ დღესასწაულებს სწორედ ეს ალამაზებს და ხდის მრავალფეროვანს ტრადიციები რომლებსაც ყველგან სხვადასხვანაირად ასრულებენ მაგრამ მე რაც ჩაუღრმავდები ფესვები მაინც ერთია კი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ ქალათონაირ და არც ერთი ეთერი ამას არ ყოფნის და ყოველი დამშვიდობების დროს უკმარისობის გრძნობით გაცილებთ მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად თუმცა კვლავ მოახალი წელი და კვლავ გენით წესჩვეულებებთან სასაუბრად კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს ჩვენს მსმენელებს და მაყურებელსაც ულოცავთ მაყურებელს ახლავე მშვიდობებით რადიო მსმენელთან მალე დაუბრუნდებით ჩვენი სტუდიის სტუმარი ნაილე მიქელაძე გახდათ ბესეუს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შევახსენოთ მაყურებლებს თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. როგორც მოგეხსენებათ დღეს 13 ანუ ღამით ძველით ახალი წელი შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში ფეხს. ამიტომ უფრო უნდა ავმაღლდეთ განწყობებით, ავიმაღლოთ რა თქმა უნდა და ჩვენს მაყურებელს თავაზობთ უმაგრეს ნომერს ჩვენი ბათუმელი უნიჭიერესი მომღერალი მარიტა ცეცხლაძე და სასწაული ბენდი შემოგთავაზებს ძალიან კარგ სიმღერას. ნახოთ და მალე We just do it. Every morning from your morning cause of all the trouble I see sometimes I lose it give it to me and in the morning I'm still mourning and in the evening from your morning I'm alone and quiet was blues sometimes I try to play the blues and in the evening from your morning, Lord, Lord, I pray, and listen Lord, of my praise, Lord, of my praise. Lord, I pray, really, I truly pray, somebody will come, no baby believe, 'cause in the morning I'm still mourning, 'cause of all the trouble I see, sometimes I'm losing, get it to me. Every morning 'cause I'm mourning.
Bubble it up, bubble it up, bubble it up, bubble it up. Ba-da-ba-doo, ba-boo-bee-ba, wee. Sha-doo-dee-dim-dee, sha-doo-dee-dim-dee. Be-dee-da-doo-da-doo-da-doo-da-doo-da-doo-da. Ee-ah, oh, hey. Sha-da-da-da-ba-ba. Sha-ba-ba-da-doo-da-doo-da-doo-da-doo-da. Bravo Maritas და ძალიან მაგარი ჯგუფს გუნდს მადლობა ძალიან დიდი რომ უფრო აგვიმაღლეთ საახალწლო განწყობა ჩვენ კი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა რა თქმა უნდა ჩვენი გადამღები ჯგუფი ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ღორჯომს ეწვია სოფელს სადაც ახალი წელი ფერებით ტრადიციებით და სითბოთი იწყება აქ ღორჯომელი ქალბატონები ზამთრის გრძელ დღეებს ქსოვასა და ქარგვაში ატარებენ უფრო სულად კი მილანო ბალაძე მოგვიყვება ნახოთ სიუჟეტი და მალე დავბრუნდებით მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენ ახლა ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლიდან სოფელ ღორჯომიდან გიერთდებით. ასეთი მხიარულება სუფევს ჩვენს ირგვლივ და არ შემეძლო ბავშვებისთვის არ მეკითხა რას გვისურვებდნენ თუ რას სურდათ მათ 2026 წლისთვის. აქვე ჩავერთვები და ვიტყვი რომ ქალბატონი მანანა უკვე 4 წელია რაც ღორჯომის საჯარო სკოლაში ასწავლის. გითხარით თქვენ რა გამოცდილება მიიღეთ ამ ბავშვებთან ურთიერთობისას და მოგვილოცეთ ახალი წელი. სრულიად საქართველოს მიულოცავთ ამ 2026 წელს ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის და სულ წარმატების წლები მიეცეს თითოეულ ჩვენგანს. ის დიდი სიყვარულით და მუხტი რაც მე მივიღე ღორჯომისგან და ხორჯომლებისგან განაპირობებს იმას რომ უკვე 4 წელია მე აქ ვასწავლი და მოღვაწეობ. მიყვარხართ ღორჯომლებო.
ჩემი საყოველთაო სურვილია, თან დიდი სურვილი, რომ მანამასწავლებელი კიდევ ჩვენთან იყოს. ახალი სკოლა გქონდეს. ჩემიც რომ ახალი სკოლა გქონდეს და ბუფეტი იყოს შიგნით. და ყველას გილოცავთ 2026 წელს. სულ ბედნიერები ყოფილიყავით. თაური ბაბუა მოა ახალი წელი. თაური ბაბუ. ჩემი სურვილი არის, რომ სკოლა დავამთავრო წარმატებით და მივიღო ოქროს медаლი და ასევე კომპიუტერი. ჩემი სურვილი არის, რომ აჭარაზე გავიდეთ პირველ ადგილზე ფრენბურთში და ამით ამაყოს ზაურმასწავლებელმა ჩვენით. მე მინდა რომ გქონდეს ახალი სკოლა და ბუფეტი. ჩემი სურვილი არის დავასწრო სკოლა წარმატებით, მოგზაურო კორეაში. ჩემი სურვილი არის, რომ ჩემ ოჯახთან ყოფილიყავის მუდამ ბედნიერი. ჩემი მოსწრება არის, რომ მანამასწავლებელი აწავიდეს ამ სკოლიდან და დაიჭერს ჩვენ სკოლით ყოფილიყოს. ჩემი სურვილი არის, რომ ვისწავლო და მოვიდე და ამ სკოლაში ვასწავლო მე. ამაზე დიდი და კარგი სურვილები მე არ ვიცი რა შეიძლება ადამიანმა ისურვოს. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და ამის დაჭრის სურვილს კიდევ უფრო და უფრო ჩემში წარმოშობ. ხორჯომში ახალი წელი ფერებით იწყება. აქ ნაქარგობა მხოლოდ ხელსაქმე არ არის. ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. და ეს შარფიც ახლა რაც მე მიკეთია, სწორედ იმ ქალბატონების ნამუშევარია, რომლებიც აი ამ წამსაც ფუსფუსებენ, რომ აი ესეთი ლამაზი და არა მარტო ნაქარგობები მოიტანონ ჩვენამდე. წავიდეთ და ვნახოთ, რა საკეთებენ ისინი საახალწლოდ. ეს ქალბატონები არიან ძვირფასი ქალბატონები, ეპოქა შექმნეს მართლა და რახან ახალი წელი გვიახლოვდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს. რა რასთან ჩავიცვათ, რომელი ფერი რომელს მოუხდება, აი ამ შემთხვევაში რას გვირჩევთ თქვენ? 2026 წელს მოუხდებოდათ შინდისფერი ქურთუკი, ზედა მოქარგული ჩვენი ტრადიციული ნაქარგები, რა თქმა უნდა, მოუხდებოდა შინდისფერი ქუდი ისევ, შევიგემოვნებით და ნაცრისფერი კაშნით, ზედყვავილებით დაქარგული. თუმცა ესეც არ იქნება ურიგო, ხო? 2026 წლის წეს. სილამაზეს გამოხატავს. და ხა შარვის ფერს არ უხდება. ხო, გააჩნიათ ეგ ადამიანსაც მოწონება თავისი აქვს. ლურჯს მაგალითად უდარეთ ყვითელს, წითელს მაგალითად მწვანეს. ჩვენს გვერდით არის ანსამბლი ხორჯომი, როგორ ინარჩუნებთ ახალი წლის ტრადიციებს დღემდე? როგორც ყოველთვის ქართველიერი რასაც აკეთებს, ჩვენაც ისე ვხვდებით ახალ წელს. 72 წლის კაცი ვარ მე და აქავიდგი ფეხი და აქედან მე არსად არ წავსულვარ და არც ვაპირებ. ჩემს სოფელში ვარ 2 კომი. მეტი არ ვინ აღარ არის. ზოგი წალკასარი, ზოგი გურიაშია, სხვადასხვა კუთხეებში გასულია ხალხი. თლიან საქართველოს უსურვებ. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, სიყვარულს და ჩობა ახალ წელს მრავალს და მრავალს. მეც მიულოცავ სრულიად საქართველოს ახალ წელს. მალე გამთლიანებული იყოს, შემოერთებული იყოს ის ქალაქები, რომლებიც დაუკარგეთ. ბედნიერების სიხარულის მომტანი ყოფილიყოს და გამთლიანებულ საქართველოში მოცხოვროს. ამ ლამაზ ახალ წელს ლამაზი თოვლით ხვდებით, ხიარულებით. მე მინდა ყველას უსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და თლიან საქართველოს მშვიდობას უსურვებ, პირველში რაც თავარია. დროა სიმღერის, დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს, სიმღერით რერო. წმინდა წელში ჩახლართული ორე
rivorero ranina aurero ranina aurera rira vorera panjara zemom dgarikhav avarerira avorera nasnavigad mogekara aureri vorero ranina aurero ranina aurera rira vorera lochasheni washlisperi avarerira avorera ze shakari mogekara aure rivorero ranina aurero ranina aurera rira vorera სიყვარული თუ გაქრება ზეიტირეს დაჩაქრება ჩვენ ვერ გავიგეთ რა ხდება გაჩერდება დრო ბრავო სიყვარული თუ გაქრება ზეიტირეს დაჩაქრება ჩვენ ვერ გავიგეთ რა ხდება გაჩერდება დრო დემეტრე ზოიძე, ანდრი გუჩმანიძე, კახა ფირცხავაიშვილი და გიორგი გოგიბერიძე, ანა შამილაძეც აქვე არის ჩვენთან ერთად. ჩვენთან ერთად არიან მუსიკოსები, მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები და ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს. არ დაიზარეთ დილით ადგომა მუსიკოსებისთვის ძალიან რთულია მოგეხსენებათ და მეთანხმებით ალბათ ხოლმე. კი. არც ხმაც არაა გაღვიძებული დილას. კი, მაგრამ აი გაიღვიძეს ბიჭებმა და დავიწყოთ თქვენით როგორ ხართ, როგორია თქვენი განწყობა, თქვენ ხელდამშვენებული მობრძანდით და საკუთარი ღვინო მოგვართ. გილოცავთ, ის კი ღვინოა გენაცვალეთ, გენაცვალეთ. მე არ ვიცოდი რომ თქვენს ღვინოს წურავდით. ამაზეც გვიამბეთ და საერთოდ ყველაფერს. საერთოდ რა არის იცით? კაიხლის უკან ისევ აჭარის ტელევიზია მესტუმრა და ამ ღვინოზე გააკეთა ჩემ რო ქალაქის ცენტრში აკეთებს კახაბი ნახეთ ღვინო იმის მერე ჩემს ოჯახში სტუმარი არ მოშლილა ასე რომ ხვავი ბარაკა სიხარული ბედნიერება აჭარის ტელევიზიის ბრალი ტონა ღვინომდე ავდივარ უკვე აღარ ყოფნის იმიტომ რომ სტუმრიანობა გვიყვარს ხოჩეს მეუღლესთან ერთად გელოდით კი მეუღლე ჩემი ნატო თბილისშია გენაცვალოთ ჩემი თავი ღმერთმა ულოცავ ახალწელს თქვენ გილოცავ ჩემს ბათუმს ჩემს მუსიკოსებს ყველას გენაცვალეთ სულ ბედნიერი წელი ყოფილიყოს და ყველას მოუწოდებ რომ დააყენოს სახში ღვინო კარგი ჭურჭელი დანარჩეს პირადში მე მომწერო და მეთქვი როგორ აი სანამ პირადში მოგწერთ ეს დეტალების გაგვიზარდეთ მე მოუსწრე სასწაული ღვინოა მართლა ხალხი რარი დემედა უზმოზე ღირს ამის უზმოზე ეს არის მკურნალი ხალხი ძმარსვამს უზმოზე ძმარსვამს და სულთა წეს რო ჩაუშვებს ყველაფრის მკურნალია ხო დიაბეტსაც კი მკურნავს და სიმსივნესაც მე გენაცვალეთ ჩემით რა არის იცით საერთოდ ღვინო როდესაც აი იყო რაღაც ინტერნეტში ნახავთ რა ჩაურთეს კლასიკური კაი მუსიკა მოლეკულები ასეც ეკავენო ჩაურთენ რაღაც ჯაზო იხტუნავა ანუ წყალის თურმე ესმის და ღვინოს აი სადღეგრძელო როდესაც ვამბობ და დედაჩემი ბაბუა გდელი იყო და იმისგან არის ნათქვამი რომ ღვინით ლოცვას ქონია ძალიან დიდი მადლი. დალოცვილი ყოფილიყავი თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი და ჩემი ბათუმი და ჩემი საქართველო. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და სიხარული და ბედნიერება. ამინ დავლოცოთ. დიდი სიყვარულით.
ბიჭებო, თქვენ თუ ხვდებით ხოლმე და ტრადიცია თუ გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის. საქართველოში ყველა თან ხვდებით, რომ ორი ახალი წელი გვაქვს, ორი ბედობა გვაქვს და ასე შემდეგ. და თქვენ ამ კუთხით გამოირჩევით თუ არა? და ულიმიტოდ ალკოჰოლი და დარბად. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ახალი წელი და ძველით ახალი წელის. ჩემთვის ერთ და იგივე ენერგია მოდის ორივე დღიდან. და ბავშვობიდანვე ისე ჩვენთან ოჯახში სხვანაირად გემრიელად აღინიშნებოდა ძველით ახალი წელი, ასე რომ შეჩვეულები ვართ და ფაქტიურად ერთი და იგივე დატვირთვა აქვს ჩვენთვის, ხო, ქართველებისთვის ესე მგონია. ღვინოს სამწუხაროდ ვერ ვასწრებთ დაყენებას, მაგრამ აღნიშნულ ხო, ახალიზიას ღვინოს ვსვავთ ხოლმე დიდი სიყვარულით. ხშირად მივდივართ ხოლმე. მე ცოტა აქეთ განმოვინაცვლე ხა ძველს უფრო ადრე აღნიშნავდით ესე შემართებით და ხამ დროისთვის ცოტა 31-ისკენ უფრო ამაგრებთ 31-ს რო ამაგრებთ, ხო? ხო, თუმცა მაინც აღნიშნავთ ძველ ახალ წელს და ის იგივე სიხარულით ხვდებით ამ წელიწადს. და საინტერესო როგორ შევხვდით 2026 წელს. თუ გქონდა დატვირთული საღამოები, ღონისძიებები და ასე შემდეგ. როგორ იყო თქვენთვის ახალი წელი? ყველაზე განსხვავებული იყო წელს 2026, იმიტომ რომ პირველად გავატარე სახლში. ოჯახთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ. ვაუ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და გითხრა. მე ვერასდროს ვერ შევძელი ეგ. 5-6 წლის განმავლობაში ევროპის მოედანების ვერ ღონისძიება. ხო, ანუ ვერასდროს სადაც ითვლიან, 10-9 რომ პირველი წელი იყო რომ სახლში არ გავატარე. ხო, ჩამეს მოდა სხვათა შორის 10-9 სახლში, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. თურმე ბატონო კახა, თქვენი ამბავიც მოგვიყევით 31 დეკემბერს. მე ვიდეოები მხვდება სოციალურ ქსელში თუ რა ჟრიამულია თქვენ სახლში და ეს დეტალებიც კი, გაგვიძლია. ნამდვილად. ისე დაევთხვა რომ ყველაფერი კაი შემოვიდა ჩემ ოჯახში, ბედნიერება ქალიშვილი გამithხოვდა ზუსტად ბედობა დღეს, ანუ ახალი წელი შევასვლა ღმერთო, რაფერც მე გახარებული ვარ, ისე გავყობოთ ყველა თქვენ ღმერთმა. ლამაზად ხობს სტუმრიანობა, მერე შობაც აღნიშნე და ხა ძველ ახალ წელს უკვე ის მაქვს პისოკი, და დაბრუნილი ადგილები და ხო და ლამაზად ასე რომ მე ვიცი შესაიდგენ მიყავს შეგიძლიათ მობძანდეთ 31 გრადიურად 14-ში ერთად ვიგიალოთ ეგედა. მაშინ გავიარეთ 2025 წლის შემოქმედებითი მხარე როგორი იყო და რა იგეგმება 2026-ში, ესეც გაგვიზიარეთ. ჩემი მხრიდან მე კი ბატონო, მე ახლა ერთი სიახლეც არის ვიყავით ჩვენ მე და ბატონი ნუგზარ ერგემლიძე სამინისტროში და რა ვიცი ჯერ ისეა რომ აი არ ვარ გასე რომ იურმალასავით ვადარებთ ხოლმე, მაგრამ კარგი ფესტივალს ეყრება საფუძველი რომ ბათუმს კონდეს მისი კარგი ფესტივალი, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ამბები და ეს რაც შემოქმედებითად ჩემს შემართებას ეხება და ისე ეს ბავშვები მიყვარს და ბავშვებთან ვარ და ბავშვებს ვდით მე და ჩემი ნატაშას უძახი ნატულია და მე ეხლა თქვენთან კლიპი მოვიტანე. კი, კლიპზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ხო, და მინდა რომ აიყურე ბარემ ვიტყვი რომ ეს ბავშვები ჩემმა ნატალიამ გაზარდა 5 წლიდან. ნელ-ნელა მე ფანდური და ბასფანდური მოითხო ასწავლა. მე თქვენს ეთერში იყო დილის ტალღაში 3-4 წლის უკან ფანდურებით და ბასფანდურებით წავდექით. ახლა უკვე გადავედით კიდევ სიახლეზე, ახალ ეტაპზე და გავაკეთეთ ბენდი. უღრმესი მადლობა ჩემს ბიჭებს რომ აგერ მარტო ჩემი გული კი არ გაახარეს, იმ ბავშვების გული რომ ლამაზი კლიპი გამოგვივიდა და დანარჩენს იმ ნიჭიერებას უკვე ეკრანზე ნახავს მაყურებელი თუ რას მივახციეთ იმ მოკლე დროში და თვითონ ამ წარმატებით ასპარეზობს ეს სტუდია, მეც ამ სტუდიის მონაწილე ვარ, პირდაპირ ეთერში. გენაცვალე. ოძახი სულ კახა მასწავლებ და ნატო მასწავლებ. გენაცვალე, ჩემი დედო. მოკლედ, ის ურჩევნია მამულსა. თქვენი ტანდემით რაღაცა თუ არის ტრიუმვირატი რაღაც სამნი ხართ რომ კლიპი ჩაწერეთ სპორტსმენების საქომაგო და ასევე რაღაცა ვიცი რომ რაღაცა გააქტიურდით ამ კუთხით და შეიკარეთ და აი ეს ამბავიც გვიამბეთ რა იმე სახელი გქვიათ ჯგუფი ხართ თუ ცალ-ცალკე ხართ და ხანდახან ერთად ის რა ძალიან ანუ ისეთი ტიპაჟები ვართ რომ ხვდებით ერთმანეთს ხო გარდა იმისა რომ ნუ ეხლა რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში ამის გარდა მიდის ხშირად საუბარი შემოქმედებაზე და ბევრი იდეები მოდის. აი ამ იდეებს მე 800-დან 3-ს ავიღებთ სიტყვაზე და იმას ვახორციელებთ, ვცდილობთ რომ გავაკეთოთ და მე მგონი რომ ნელ-ნელა რაღაცებს ეყრება საფუძველი და კარგია რა თქმა უნდა ის პატივი გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით ბენდი და შემდეგ არ ვართ, მაგრამ
აი რაღაც შეკრული სამეურნეო. მეგობრები ვართ, რაღაც განსხვავებული ჟანრის ყველა და ეგ მოგწონს რა, ანრი სხვა ჟანრია, მე სხვა, კიო სხვა და აი ეგ მოგწონს და რაღაც საქართველოსი დავიწყეთ და იმედია რომ და გამოხმაურებაც გქონდა, ხო? კი, ნორმალური გამოხმაურება აქვს. სადღაც ესე მშვენდა მთავარია რომ ეს ფეხბურთის მსვლელობის დროს და ასე შემდეგ ეს მუსიკა ჟღერდეს ყველა ჯერზე რომ კარგად გაჯდეს. პერიოდი დაგვემთხო ჩვენ ის რთული პერიოდი ფეხბურთისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ სერიასაც გადავწყვეტეთ მაინც რომ ახლა გავკეთებია, იმიტომ რომ აი შემართება ის შინი გვერდით მოტივაცია ზუსტად ამ დროს სირთულეში ფულ პერიოდში ვფიქრობ რომ კი, მაგ დროს არის ყველაზე მეტად საჭირო ევროპის ჩემპიონატია და შემდეგ უკვე ბატონ კახასთან გავაკეთეთ ეგ ახალი ტანდემები კი. ჩვენ კლიპით ხართ მოსულები დღეს, მაგრამ სანამ კლიპს ჩვენებთ და დაუტოვებთ მაყურებლებს, რაღაცა აქაც გვინდა სტუდიაში რომ შეგვისრულოთ, იმიტომ რომ ტყუილად არ მოსულა ეს ადამიანი გიტარით ხელში და მედიანად. ნუ რა თან დღეს 12 საახალწლო საათის მერე ველოდებით. განწყობა შევქმნათ, ხო? ძველი ახალწლოს, საახალწლოს იმღერა. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bells ring and jingle bells ring. Snowing and blowing, no brush so fun. Now the jingle rope has begun. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bells time and jingle bell time. Dancing and prancing in Jingle Bell Square. In the frosty air, what a bright time. It's the right time to rock the night away. Jingle bell time is a swell time to go gliding in one sleigh. Giddy up, jingle, pick up your feet, jingle around the clock. Mix and mingle in a jingling beat. That's the jingle bell ride. Oh, Jackson, get it. What a bright time, it's the right time to rock the night away. Jingle bell time is a swell time to go gliding in a one-horse sleigh. Giddy up, jingle all, speak up your feet, jingle around the clock. Mix and mingle in a jingling beat. That's the jingle bell. That's the jingle bell. That's the jingle bell ride. საუკეთესოს გისურვებთ მაყურებლებს და ამდენ ძველი ახალ წელს. ყველაფერი საუკეთესო. მე მინდა რომ ვუსურვოთ ჩვენს მაყურებლებს. ჩვენ როგორც შეგვიძლია ახლა კლიპის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, დავუტოვოთ მაყურებლებს ეს კლიპი. თქვათ კიდევ ერთხელ. ტანდემი ანდრი გუჩმანიძე, გიორგი გოგიბერიძე და ნატოს ბენდი. ჰარმონია წავიდა. გაუშვათ პირი. ხვალამდე მადლობა რომ გიყურეთ. გენაცვალე. ახალი წლის ღამეს
ქვეშ პატარე საჩუქრები ხდება ილოცა სულები ხდება ნანის ხესთან წერილი ჩუმად ინახება ტურიზმა ხურჯინით კართან გველოდება გახსოვდეთ ბავშვებო ოცნებები ხდება მოდით ყველა მერთა ვთქვათ მოდით ყველა მერთა ვთქვათ ახალი წლის ამღამეს სულები ციდანთო საჩუქრები მხარიეთ ბავშვებს გიმოს უკან ნატალის სალომეს და მათეს ნათვის ხის სპორტში ჩართულია ყველა დედა სათამაშოს კიდევ მომაგუშტებს ვერავს მოდით ყველა მერთა ვთქვათ მოდით ყველა მერთა ვთქვათ ახალი წლის ამღამეს სულები ციდანთო